პუტინი შიშში ცხოვრობს. შეიძლება ვერაცნობიერებდეთ ამას, რადგან რუსეთის ლიდერი სასოწარკვეთილად ცდილობს მსოფლიოს ძალა აჩვენოს, მაგრამ მან იცის, რომ უკრაინის ომი წაგებულია. ის ასევე ხვდება, რომ რაღაც დამანგრეველი და გარდაუვალი უახლოვდება. მაგრამ მაინ თავარი, ეს რაღაც უკრაინა არ არის. პუტინს ახლა უფრო საკუთარი ხალხის და არმიის ეშინია, ვიდრე ომის, რომელიც დაიწყო. ყველაზე უცნაური ომი იწყება, რადგან პუტინი თავად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება. მიუხედავად უცნაურობისა, ბევრი ნიშანია, რომ პუტინი ომისთვის უფრო რუსეთის შიგნით ემზადება, ვიდრე უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. ამ ნიშნებს ვიდეოში განვიხილავთ, დარჩით ჩვენთან ბოლომდე. თუმცა პუტინის პარანოიასა და ლიდერობის ნებისმიერი გზით შენარჩუნების სურვილის ყველაზე დიდი სიგნალი როსგვარდიასთან მიმდინარე მოვლენებიდან მოდის. როსგვარდია ზომასა და ძალაში იზრდება, რაც პუტინის სისუსტეს აჩვენებს. რომ გაიგოთ რატო, უნდა იცოდეთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ რა არის სინამდვილეში როსგვარდია. ეს ორგანიზაცია რუსეთის ეროვნული გვარდია და ის ყველაზე დიდი შიდა უსაფრთხოების ძალაა, რომელიც ქვეყანას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პუტინს ყავს. ეს სწორედ პუტინმა ჩამოაყალიბა 2016 წელს და ამ ჯგუფს უკვე ჰქონდა ფართო უფლებამოსილება და მნიშვნელოვანი რესურსები, ბევრად ადრე ვიდრე პუტინის მიერ განხორციელებული ბოლო ცვლილება. როსგვარდია წარმოიდგინეთ როგორც ადოლფ ჰიტლერის შუცშტაფელის, ანუ SS-ის მსგავსი სტრუქტურა. როგორც როსგვარდია, ასევე SS-ი წარმოადგენს დაცვის რაზმებს, რომლებიც შექმნილია თავიანთი ლიდერის დასაცავად. ისინი ასრულებენ პირადი მცველების ფუნქციას და აკეთებენ ყველა იმ ბინძურ საქმეს, რაც საჭიროა საკუთარ ქვეყანაში. სამხედროები უცხოეთში იბრძვიან, ხოლო როსგვარდია და ყოფილი SS-ი ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას იცავენ და ამით იმ ლიდერის პოზიციას ამაგრებენ, რომელმაც ისინი შექმნა. ჩვენ ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს ჰიტლერისთვის 1940-იანებში. ვლადიმერ პუტინის როსგვარდიაში ბოლო ცვლილებები აჩვენებს, რომ ის ნაცისტი ლიდერივით პარანოიდული ხდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ ამბობს სამეფო გაერთიანებული სამხედრო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი უილიამ ჯეიმს დიქსონი. 20 თებერვალს კიევ-პოსტმა გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინი როსგვარდიას პარალელურ სტრუქტურად აყალიბებს, რომელსაც უკრაინის ბრძოლის ველზე და საკუთარი თავის დასაცავად გამოიყენებს. როსგვარდიის მთავარი ამოცანა ყოველთვის ეს იყო. ახლა კი ვხედავთ, როგორ იქცევა ეს ჯგუფი პუტინის პირად არმიად. როსგვარდია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლს აღარ ექვემდებარება, რაც მას გადაწყვეტილებებში უფრო ძლიერს ხდის, ვიდრე ის უცხება, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრას ხელმძღვანელობს. კრემლის ბოლოდადგენილებით, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობდა, როსგვარდიას ისეთი სტატუსი მიენიჭა, რომ მისი დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი ანგარიშს მხოლოდ პუტინს ჩააბარებს. რატო უნდა შექმნას პუტინმა საკუთარი არმია, როცა რუსეთის სამხედროები უკრაინაში უდიდესი რაოდენობით იბრძვიან და იღუპებიან? ჩვენ უკვე გიპასუხეთ ამ კითხვითვე. პუტინმა იცის, რომ ეს ომი კატასტროფული არ მოჩნდა მისი ქვეყნისთვის, რასაც მოგვიანებით ამ ვიდეოში აგიხსნით. დიქსონის თქმით, პუტინის აზროვნება შეიცვალა. რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ მის მიერ დაწყებული ომი წააგო. დიახ, ბრძოლა გრძელდება და რუსეთი ძალიან ნელა, თითქმის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ტემპით, მაგრამ მაინც მიიწევს წინ. ეს რუსეთის ბლიცკრიგის ნაცვლად მრავალწლიან ბრძოლად გადაიქცა, რომლის დასრულება ჯერ არ ჩანს. პუტინმა იცის, რომ მისი ხალხი დაღლილია და ოკუპაციის მხარდაჭერა იკლებს. დიქსონის თქმით, როსგვარდიის გაძლიერება ნიშნავს, რომ პუტინი ცდილობს დაიცვას თავი საზოგადოების და ელიტების რისხვისგან. დღევანდელი როსგვარდია აღარ გავს იმას, როგორიც ის პუტინმა შექმნა. დიქსონის თქმით, ეს აღარ არის მხოლოდ შიდა პოლიცია, არამედ გავს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს, პრეტორიანულ ძალას, რომელიც რეჟიმის დასაცავად არსებობს. ხოლო რაც შეეხება პუტინის ეგრეთ წოდებულ ეროვნულ გვარდიას, მასში უკვე იქნება სპეციალიზებული, მათ შორის ტანკური დანაყოფები. ეს არ არის ის, რასაც ლიდერი შიდა უსაფრთხოებისთვის იყენებს. ამას მაშინ ქმნიან, როცა იციან, რომ თავიანთი ქმედებების შედეგები ახლოვდება და კონტროლის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. პუტინიც იცის, რომ შედეგები მოდის. ყველა ის ზეწოლა, რომელსაც ახლა რუსეთი აწყდება უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობისა და ქვეყნის მიმართ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, ახლა პიკს აღწევს. პუტინის რეჟიმის მხიფეობაზე კითხვები ალბათ პირველად გაჩნდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქმის, განსაკუთრებით ეკონომიკაზე, მაგრამ არც ერთი საკმარისად ძლიერი არაა პუტინის დასამხობად. გლობალისტი ამტკიცებს, რომ პუტინსა და ბევრ ელიტას შორის, რომლებიც თავად მან მოიყვანა ხელისუფლებაში, განხეთქილება ყალიბდება. ისინი შეიძლება თავს აჩვენებენ თითქოს მხარს უჭერენ უკრაინის ომს და სიამოვნებით იღებენ მისგან სარგებელს, მაგრამ სასოწარკვეთით კვეთით სურთ მტრულ მოქმედებათა დასრულება, ამბობს გლობალისტი. რადგან მათი მთავარი ინტერესი, მეტი ფულის შოვნა, წინააღმდეგობაში მოდის პუტინის ნაციონალისტურ და ეგოისტურ მიზნებთან, რომ რუსეთი და შესაბამისად თავადაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალად აქციოს. პუტინი აცნობიერებს მხარდაჭერის ცვლილებას და მის გარდაუვალობას.
ამიტომაც რაც ახლა ვხედავთ როსგვარდიასთან დაკავშირებით, არის ნიშანი იმისა, რომ პუტინის პარანოია იმის შესახებ რა მოხდება შემდეგ, იქნება ეს ომის შემდეგ თუ იმ თვეებსა და წლებში, როცა ომი გაგრძელდება და დასასრული არ ექნება, მას ეს ძლევს. ეროვნული უსაფრთხოების ძალის სამხედრო ძალად უბრალოდ ქცევაც კი რუსეთის შიგნით საკმარისად ძლიერი სიგნალია იმისა, რომ პუტინი ნერვიულობს. ის ფაქტი, რომ როსგვარდია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გარეთ მოქმედებს, უკვე საკმარისია პრობლემების შესაქმნელად. როგორც დიქსონი ამბობს, როსგვარდია ახლა დაპირისპირების კერაა, რაც ძალაუფლების გადაცემას კიდევ უფრო გაართულებს და საბოლოოდ ცდილობს რუსეთის მთელი ძალაუფლება ერთ კაცზე მოაქციოს, რომელსაც 73 წლის ასაკში სავარაუდოდ აღარ დარჩა ბევრი დრო ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რაც პუტინმა გააკეთა არის ის, რომ შექმნა სიტუაცია, სადაც ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი რუსეთის მართვაზე იბრძოლებს მისი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც. პუტინმა მემკვიდრეობის თემა არაერთხელ ახსენა. 2025 წლის მაისში უკრაინის ახალი ხმა იუძგებოდა დოკუმენტურ ფილმზე „რუსეთი, კრემლი, პუტინი 25 წელი“. პუტინი გათში ამბობს, რომ საჭიროა გამოჩნდეს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, თუ ვინ შეძლებს ქვეყნის მოქალაქეების ნდობის მოპოვებას. თუ გვერდზე გადავდებთ, რამდენად აბსურდულია ესეთი განცხადება ავტოკრატისთვის, რომელიც დიქტატორობას უახლოვდება, რასაც აქ ხედავთ უბრალოდ ტყუილია. პუტინს არ ადარდებს მემკვიდრეობა. პუტინს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. როსგვარდიის გაძლიერება აჩვენებს, რომ პუტინი ძალაუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად მისი შერყევისა. პუტინი ბრძოლისთვის ემზადება. ან უფრო ზუსტად ცდილობს თავი დაიცვას რეჟიმის გარდაუვალი დაშლისგან, რომლის შექმნასაც მეოთხედი საუკუნე დაუთმო. ამას და პუტინის შიშის სხვა ნიშნებს იმ დამანგრეველი ძალის მიმართ, რომელიც მის გარშემო იკრებს ძალას, მალე უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, თუ ასეთი ანალიზი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ მილიტარი შოუ. ახლა პუტინის რეჟიმი. რას ნიშნავს რეალურად როსგვარდიის გაძლიერება? ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსისა და YouTube-ის კონტენტის შემქმნელის პოლ ვარბურგის თქმით, ეს სხვა ნიშნებთან ერთად, რომელთაც მალე განვიხილავთ, მთელი რეჟიმის დაშლის სიმპტომია. ეს პუტინის მცდელობაა გააკონტროლოს შიდა რუსული ნარატივი და შეინარჩუნოს რუსული პოლიტიკის ძლიერი ლიდერის იმიჯი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მისი შეჭრის გეგმა მარცხ ხდება. საკმარისია მხოლოდ წარსულში ჩავიხედოთ, რათა დავინახოთ რა ხდება პუტინის პარანოიდულ აწმყოში. როდესაც ავტორიტარული რეჟიმების ბოლო დღეების ისტორიას უყურებთ, ხშირად ხდება ისე, რომ ეს რეჟიმები ყველაზე ძლიერად გამოიყურებიან და მათი სიტყვები უფრო თავდაჯერებულად ჟღერს, ვიდრე დასაწყისში. ამბობს ვარბურგი იმაზე, რასაც ახლა პუტინთან ხედავთ. მაგრამ ეს ძალა მხოლოდ ბურუსია, ილუზია, რომელსაც ქმნის მარცხის პირას მყოფი დიქტატორი, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი ძალაუფლება ირღვევა და მისი სისუსტეები უკვე არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ მისივე ქვეყნის შიგნით მსხორებ ხალხსაც გამოუვლინდა. იმ ხალხს, რომელთა გაკონტროლებასაც ცდილობს. ვარბურგი ამბობს, სიტყვებს ნუ უყურებთ, ქმედებებს დააკვირდით. და ამჟამად ბევრი ქმედებაა, რომელსაც პუტინი ახორციელებს და ეს ქმედებები აშკარა ნიშანია იმისა, რომ მის მიერ შექმნილი რეჟიმი ინგრევა. ცდილობენ ეგრეთ წოდებული ეროვნული უსაფრთხოების ძალა მხოლოდ პუტინის მიერ კონტროლირებად სამხედრო დანაყოფად გადააქციონ, რაც ერთ-ერთი ნიშანია. კიდევ ერთი ნიშანი მოდის იმიდან, რასაც ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვხედავთ. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით უკრაინის ომის დასრულების იძულება დაიწყო, ვხედავთ, რომ პუტინი იგივე თამაშს თამაშობს. ის საუბრობს მშვიდობის სურვილზე, მაგრამ აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც აჩვენებს, რომ არ აქვს ომის დასრულების განზრახვა, რომელიც თავად დაიწყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინი აკეთებს იმას, რასაც ვარბურგი ამბობს. დიდ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ისეთ ქმედებებს ახორციელებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ მას სურს საპირისპირო გააკეთოს იმისგან, რასაც ამბობს. სულ ახლახან 19 თებერვალს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, გარდიანმა გამოაქვეყნა კომენტარები, რომლებიც გააკეთეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკავშირმა. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურების ტაქტიკის გამოყენებაში, რადგან პუტინი ართმობს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, რომ უკრაინამ ტერიტორია უნდა დათმოს მშვიდობის მისაღებად. რაც შეეხება ევროკავშირს, ბლოკის საგარეო საქმეთა სპიკერმა ანვარ ელანულიმ მარტივად თქვა: ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს დაუღალავ თავდასხმებს უკრაინაზე. ეს ასახავს იმას, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვხედავთ რეალურ ნიშნებს, რომ რუსეთი სერიოზულად ერთვება მშვიდობის პროცესში. ვარბურგის თქმით, რუსეთი აღარ ცდილობს მშვიდობით დაინტერესებულად გამოჩნდეს. აქ ვხედავთ იმას, რაზეც ვარბურგმა ადრე მიუთიდა. პუტინი სიტყვებით ცდილობს სიმტკიცის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები. სწორედ იმიტომ, რომ იცის, მისი რეჟიმის დაშლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. პუტინს უკრაინაში შეჩერება არ შეუძლია, რადგან შინ ბრძოლა ემუქრება და ცდილობს ამის გადადებას. ვიდეოს ბოლოს აგიხსნი, რატომ არის პუტინი პარანოიდული, თავად რუსეთის წინააღმდეგ მოახლოებული ბრძოლის გამო. უყურეთ ბოლომდე მეტი ინფორმაციისთვის. ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პუტინის ძალის დემონსტრირება არ შეესაბამება მის ქმედებებს თავად რუსეთში. როსგვარდია ძლიერდება, რადგან პუტინს სჭირდება ძალა, რომ აკონტროლოს ნარატივი, თუ რუსეთის ხალხი ან დაბრუნებული ჯარისკაცები აჯანყდებიან.
პუტინმა გადადგა პირდაპირ ნაბიჯი, რომ ყველასთვის რუსეთში ნათელი იყოს მისი სურვილი კრემლის ინფორმაციის კონტროლისკენ. რუსეთში მიმდინარეობს მედიის დათრგუნა. და ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ პუტინის პარანოია დაამშვიდო. რუსეთი საჯაროდ ძლიერად წარმოაჩენს თავს, მაგრამ ვარბურგის თქმით, პუტინი უარს ამბობს სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამასთან ქვეყანაში მედიის ყველაზე მასშტაბური დათრგუნვა მიმდინარეობს. ვარბურგის თქმით, ასეთი მასშტაბური დათრგუნვა საბჭოთა ეპოქის შემდეგ არ ყოფილა, რაც სტალინსაც აღაფრთოვანებდა. ბოლო კვირებში პუტინმა რუსებს WhatsApp-სა და Telegram-ზე ცდომა შეზღუდა. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი მტკივნეულია როგორც რიგითი რუსებისთვის, ისე უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის. რუსები კარგავენ ცდომას ფართოდ გამოყენებულ საკომუნიკაციო პლატფორმაზე, რომელსაც 12-დან 24 წლამდე მოსახლეობის 85% იყენებს. ეს საკმაოდ დიდი ნაწილია ახალგაზრდა რუსული მოსახლეობისა, რომელიც კარგავს ცდომას იმ სიახლეებზე, რომლებიც კრემლის მიერ დამტკიცებული წყაროების გარდა სხვაგანიდან მოდის. და სწორედ ეს არის პუტინის მიზანი. მას არ უნდა რომ რუსეთში ვინმეს გაუჩნდეს მისი გადაყენების იდეა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რამდენად არარეალურადაც შეიძლება ჩანდეს, ორგანიზდნენ საბრძოლო ძალად, სანამ ფიზიკურ პიკში არიან. 20 თებერვალს პუტინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს თარიღი აირჩია ახალ კანონზე ხელის მოსაწერად, რომელიც ავალდებულებს სატელეკომ ოპერატორებს უშიშროების ფედერალური სამსახურის ანუ FSB-ს მოთხოვნით საჭიროების შემთხვევაში გათიშონ კავშირი. ოპერატორებმა ინტერნეტი უნდა გათიშონ იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს ტერორისტული საფრთხე ემუქრება. ეს ნიშნავს, რომ პუტინს უნდა დაერწმუნოს, რუსეთში ვერავინ დაუკავშირდება გარე სამყაროს, როცა უკრაინა ნავთობქარხანას ან სამხედრო ობიექტს დაარტყამს. ეს ნარატივის კონტროლის მცდელობა. პუტინის სასოწარკვეთილება მის ბოლო ამოსუნთქვებს გვაჩვენებს, როცა ხვდება, რომ დრო ცოტა აქვს. მიუხედავად იმისა, რამდენად საზიანოა ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობისთვის, პუტინის მიერ საკომუნიკაციო სერვისების, განსაკუთრებით Telegram-ის გათიშვა, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ პუტინი საკუთარ სამხედრო ძალას თავადვე აზიანებს. TVP World-ის ცნობით, კრემლის შეზღუდვამ Telegram-ზე რუსებში უკმაყოფილება გამოიწვია. სამხედროებისთვის ამ აპლიკაციის დაკარგვა ნიშნავს ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმის დაკარგვას, რომელიც ჯარისკაცებს საშუალებას აძლევდა შეტევების ორგანიზებასა და ფრონტის ხაზზე კომუნიკაციას. ვარბურგის თქმით, Telegram-ი რუს ჯარისკაცებს აძლევდა ფოტოებისა და ვიდეოების სწრაფ გაზიარების საშუალებას, ბრძოლის ველზე სწრაფი რეაგირებისთვის. ეს მნიშვნელოვანი იყო რუსეთის დრონების ოპერატორებისთვის, რადგან სამიზნეებს სწრაფად პოულობდნენ. რუსი ჯარისკაცები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე Telegram-ს უკრაინის სიმაგრეების დასაფიქსირებლად და უკრაინულ პოზიციებზე შეტევების დასაგეგმად იყენებდნენ, ახლა ასე არ ხდება. არ არის დამთხოვა, რომ პუტინი აძლიერებს თავის შიდა უსაფრთხოების ძალებს იმავე პერიოდში, როცა საკუთარ არმიას თავადვე აზიანებს. და არ შეგეშალოთ, პუტინმა ზუსტად იცის, რას უშვრება რუსეთის სამხედრო ძალებს, როდესაც Telegram-ს ხუდავს. თუ ავტორიტარული ქვეყანა სამხედრო ეფექტიანობას აზიანებს შიდა ნარატივის კონტროლის გასაძლიერებლად, ეს დიქტატორის აზროვნების ცვლილებას აჩვენებს, ამბობს ვარბურგი. დიქსონმაც იგივე თქვა, როდესაც როსგვარდიის გაძლიერებაზე საუბრობდა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ახლა პუტინი უფრო მეტად ინფორმაციის კონტროლითაა დაკავებული, ვიდრე ომის მოგებით. უკრაინაში შეჭრა უბრალოდ ისაა, რასაც პუტინი აგრძელებს, რათა თავიდან აიცილოს გარდაუალი. ის ომი, რომლის წინაშეც ახლა დგას, რადგან მისი პატრონაჟის ძალაუფლება დაემხო. დიქტატორები, მაგალითად პუტინი, ხელისუფლებაში იმიტომ რჩებიან, რომ ქმნიან იმას, რასაც ენგელსბერგ აიდეას დიქტატორის ხალხს უწოდებს და არა ხალხის მხარდაჭერის გამო. ეს თითქმის ყოველთვის მოსახლეობის უმცირესობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 2-დან 20%-მდე შეადგენს. მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ დიქტატორმა კონტროლი შეინარჩუნოს. პუტინს ადრე რუსეთის ჯარზე კონტროლი ჰქონდა, რადგან პირადად სთავაზობდა დაწინაურებებს. ის ხელს უთხოვდა კორუფციას, რაც ოფიცრებსა და ხელმძღვანელებს ფულის შოვნას აძლევდა საშუალებას. ენგელსბერგ აიდეაზის თქმით, საზოგადოებრივი სამსახური დიქტატორის საჩუქრად იქცევა. ეს გაგრძელდება, სანამ დიქტატორს აქვს ფული და ძალაუფლება, რომლებსაც იმ ხალხზე ანაწილებს, ვისი გაკონტროლებაც სურს. პუტინს ორივე ეწურება. მას ეს კარგად ესმის და ამიტომ ცდილობს რუსეთში ნარატივის კონტროლს. პუტინი აცნობიერებს, რომ რუსეთს მძიმე რეალობა შეუქმნა როგორც ახლა, ისე მომავალში. პუტინის უკრაინაში გამარჯვების გრანდიოზული გეგმები დიდი ხანია დაინგრა. პუტინი ვერ გახდება რუსეთის დიდი царების თანამედროვე ანალოგი, რადგან უკრაინაში მან საკუთარი უუნარობა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა გაიმარჯვოს. ამ გამარჯვებას თუ ოდესმე მოვა, რუსეთიდან უკვე ბევრად მეტი წაეღო, ვიდრე ვინმეს ოდესმე ეგონა. ეს ფაქტი და პუტინის უწოდინრობა, როგორ მოიქცეს 100,000-ობით გაბოროტებული ჯარისკაცის დაბრუნებისას, იწვევს იმას, რასაც ახლა ვხედავთ.
პუტინი იცის, რომ მის ქვეყანაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომი მოდის. ამიტომ კომუნიკაციების გათიშვა და საკუთარი პირადი არმიის შექმნა მთლიანად იმაზეა ორიენტირებული, რომ თავი დაიცვას იმ შესაძლებლობისგან, რომ რუსეთის ხალხი და შესაძლოა თვითონ მისი არმიაც აჯანყდეს. რენდი ამ საკითხს აღნიშნავს 20 თებერვლის სტატიაში, რომლის ავტორიც არის ჯონ თეფტი, რომელიც აღწერს იმ მრავალ პრობლემას, რაც პუტინმა რუსეთში შექმნა. ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს და ომი ამას არ ეხმარება. გაეროს მიხედვით 2100 წელს რუსეთში მოსახლეობა 74-დან 112 მილიონამდე იქნება, ახლა კი 146 მილიონია. ტეფტის თქმით, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური აქტივობა მკაცრად იდევნება, ხოლო პუტინს ჯარისკაცების დაბრუნების პრობლემა კვლავ გადაუჭრელი აქვს. ტეფტის თქმით, დაახლოებით 8000 რუსი ვეტერანი სამოქალაქო დანაშაულისთვის უკვე მსჯავრდებულია. და დაახლოებით 900 მათგანმა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, რის შედეგადაც სულ მცირე 423 ადამიანი დაიღუპა. ეს მიკროკოსმოსია იმისა, რასაც პუტინი მომავალში შეიძლება შეეჯახოს, სადაც მისი ომი რუსეთს კიდევ უფრო დააზიანებს. წარმოიდგინეთ ასობით ათასი გაბრაზებული ჯარისკაცი, რომლებიც ბრუნდებიან სახლში ქვეყანაში, რომელიც მუხლებზე დგას და კიდევ უფრო ავტორიტარულია, ვიდრე მაშინ, როცა ისინი წავიდნენ. თქვენ ირებთ ფეთქებად საშიშ მდგომარეობას, სადაც ჯარისკაცები და ხალხი აცნობიერებენ, რომ პუტინის მიერ დაწყებული ომი არაფერს ნიშნავდა მათი ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს რისხვა სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზია. ომი, რომელშიც პუტინის მიერ კონტროლირებადი ხალხი მის წინააღმდეგ აღდგება. პუტინის საზოგადოებრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად ყველა დიქტატორის მსგავსად მოქმედებს მათი დაცემის წინ. ამკაცრებს კონტროლს და აძლიერებს ჩახშობას. საბოტაჟი არმიის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე თითქმის 1,26 მილიონი ადამიანი დაკარგა უკრაინაში ომში. პუტინი დანგრეულ ქვეყანაზე ძალაუფლებას ამჯობინებს, ვიდრე უკეთესი მომავლისთვის გადადგომას. როსგვარდიის გაძლიერება სიგნალია იმისა, რომ პუტინმა ყურადღება ახალ მტერზე გადაიტანა. მტერი თავად რუსეთია, არა უკრაინა. და რუსეთს მოუწევს პუტინის წინააღმდეგ აღდგეს, რადგან თუ ასე არ მოხდება, მის მომავალში განადგურების საუკუნე ელოდება. ქვეყნის მთელი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან რუსეთი ჯარისკაცებს კარგავს და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, რაც ქვეყანას დიდხანს შეაწუხებს. ეს ყველაფერი კი პუტინის გამო ხდება. Control the people's minds and you can keep the Ukraine war going. That has been Putin's propaganda ploy ever since he launched the Ukraine invasion, and it has worked out well for him so far. But propaganda only works when your allies all stick to the story, and that isn't the case for Putin anymore. Kremlin propaganda has backstabbed Russia's leader by admitting that the Ukraine war has already been lost. The unthinkable has happened, and it's all over for Putin's deceptive game. And there is one man who is at the center of it all, Vladimir Solovyov. Long one of the Kremlin's most reliable and virulent propagandists, Solovyov has conducted a massive turnaround on state TV that has exposed everything that the Kremlin is doing to wreck the Russian economy. The man who only a few days ago was telling Putin and his cronies that they should be bombing London has started sharing the numbers, facts and opinions of everyday Russians as they struggle to come to grips with the impact that Putin's Ukraine invasion has had on them. For Putin and the entire Kremlin, this is like a shot of poison to their collective veins. The man who is being paid handsomely to spew the mindless narrative that Putin wants his people to believe has come right out and said that it is all nonsense. Russia is struggling. It's on the verge of economic collapse. And as you'll find out if you keep on watching, Putin's desperate attempt to control the spiraling state of his narrative is utterly failing. So, what did Solovyov actually say? Anna from Ukraine, who is a YouTuber who commentates on developments in Russia that are often missed by the mainstream media, explains the basics. She points out that Solovyov is one of the most dangerous men in Russia, specifically because his position on state TV means that he is able to influence the opinions of millions of people who simply don't have access to independent news sources that enable them to get a clearer picture of what is happening, not just in the world, but even in their own country. Solovyov is an extremely dangerous person that created a lot of crimes with his talent of communicating, of spreading Russian BS and so on, Anna says. This talent has perhaps allowed him to earn billions of rubles from the Kremlin, she adds, which makes it very clear that this is a propagandist who has happily suckled on Putin's teat for as long as he could extract money out of the Russian president. Solovyov's reputation is such that even the US Department of State has labeled him a face of Kremlin propaganda, and noted that he has been spreading what it claims to be Guinness World Record-breaking diatribes against the West and Ukraine since 2010. This is a man who has, or had, a network of 17 Telegram channels along with his own state-sponsored TV show, and it's fair to say that he is a main source of news for many people in Russia.
We tell you all of this so that you understand the caliber of this propagandist in terms of his pro-Kremlin opinions. And now he's turned on the Kremlin. Solovyov has plunged a knife right into Putin's back, as Anna from Ukraine explains. So this very person decided to enumerate a number of problems that right now destroy the Russian Federation from the inside, she says. Among those problems, Anna adds, are the sky-high interest rates that the average Russian has to deal with, even after Russia's central bank has spent the last few months chopping away at those rates. Solovyov also exposed how Russia's crippled economy is leading to businesses being destroyed, and how many people who are reportedly experts on Russia's economy are predicting a complete collapse, all due to Putin's refusal to end his war in Ukraine. Of course, those outside of Russia have known about these problems for a long time. Right now, Russia's key rate is 15.5%, following another Bank of Russia cut of 0.5%. Whatever minor hope can be derived from a cut evaporates completely when that cut still means that Russia is dealing with interest rates that are triple or even quadruple those seen in places like the US, Australia, Saudi Arabia, China, the UK, Canada, and practically all developed Western nations, per Trading Economics. Even in Rwanda, the key policy rate is 7.25%, less than half the rate seen in Russia right now. And on the business front, Russia's small oil producers are floundering as Western sanctions prompted by Putin's invasion are destroying them. Russian oil prices have been pushed down to $40 per barrel, Yahoo Finance said on February 18th, and that simply isn't high enough to stop many of Russia's smaller suppliers from becoming insolvent. Anna from Ukraine adds to all of this, noting that one of Russia's most important propagandists has exposed so much more. So interest rates are high, businesses are closing, restaurants and shops closing, apartment blocks remain unsold. That is what he kept repeating, she said to Solovyov's outburst. And there was more. Russia's struggling construction, metallurgy, oil and gas industries all came under the propagandist's microscope in a rant that, for once, wasn't aimed at Russia's enemies. It was a direct message to the Kremlin. A message that tells Putin that the Russian people know that the war that their president started is crippling them economically. Russia's economy is in the death zone, The Economist said in a February 16th article. Though Russia's economy may not collapse outright, the outlet says, it will also not recover to any decent level until long after the Ukraine war is over. Russia's economy is stuck, lost in a sort of negative equilibrium, where all it can do is barely hold itself together as Putin's relentless appetite for war consumes every type of industry that Russia has that isn't directly associated with the war that he is waging. It's this horrific state of affairs for the everyday Russian that Solovyov has called out, and it seems that he may have taken such a bold step because he is slowly recognizing that a major power shift is going on in Russia. Putin's grip is slipping. The authoritarian who is so desperate to keep hold of his country can no longer hide the realities that his decisions have brought down upon his own people. Also speaking to the ordinary people, Anna says of Solovyov's expose, he focuses on these very obvious signals of the dying economy. So perhaps the very fact that he started talking about such things is influenced by the size of the problem that people are talking about on the streets, at work, in their kitchens, and to pretend that nothing is happening is very wrong. In other words, Russia's economic problems have grown too big to ignore. And for a man like Solovyov, that fact creates a dilemma. Does he continue to toe the Kremlin line, that everything is fine and that Russia is powerful? Well, if he does, he ruins his own credibility, and his career as a pseudo-journalist is all but over. Or does the Kremlin propagandist turn on his paymasters to deliver a dose of the reality that is affecting the Russian people, thus risking the wrath of Putin himself? Well, Solovyov has spoken out against Russia's power base before. In the wake of the Kremlin's August 2024 humiliation in Kursk, when Ukraine counter-invaded and snatched up Russian territory, the propagandist said that a resignation is necessary. But even these seeming acts of rebellion have always been tinged with caution. A resignation doesn't translate to Putin's resignation, and that's the point. Solovyov has always tinged whatever scant criticism that he delivers with the undertone of suggesting that Putin is still great, and that all he has to do is surround himself with better people. Well, not this time. By calling out the state of Russia's economy, the Kremlin's favorite propagandist has unavoidably showcased how it's Putin's ineptitude that has led the Russian people to the fate that they now face. And in a few minutes, we're going to explain how it's not just Solovyov over whom Putin is losing his control. An entire network of military bloggers is also turning against the Kremlin and reversing the tide of Putin's propaganda tidal wave. That development twists the knife that Solovyov has plunged between Putin's shoulder blades. And by the way, if this is the kind of insight that you want more of, make sure you're subscribed to The Military Show.
We break it down like this every single day. Now, what we're seeing here is the breakdown of the most important weapon that Putin has in his arsenal when it comes to his own people. Narrative dominance has always been the bedrock of Putin's leadership style, as Russia knows that controlling the conversation is what prevents Russia's people from turning against him when times get tough. People like Solovyov are supposed to help Putin with that task. He should be beating the Kremlin drum at all times, not going on state television to expose the shambles of the Russian economy to the entire world. Putin is such a great believer in the concept of narrative dominance that he also tries to exert it on the global stage. The ongoing peace negotiations with Ukraine offer the perfect example, as David A. Depchler writes for Forbes. His strategy now depends less on decisive battlefield success and more on convincing the world, particularly the United States, that Russian victory is inevitable, that continued support for Ukraine is futile, and that pragmatic Americans would be wiser to prepare for profitable normalization than prolonged confrontation. Depchler says, "It's lies upon lies, and every single tall tale that comes out of Putin's mouth gets added to an entire tapestry of whoppers that the Russian propaganda machine is supposed to keep clean. Even one thread out of place could lead to that entire tapestry crumbling, and that, more than anything else, is why a major propagandist exposing the Kremlin's inadequacies is so damaging to Putin. A thread has been pulled. The tapestry begins to unweave." Now, the damage is being done to Putin, and it has led him down some desperate roads in recent days. We'll dig into that soon. But before we do, Solovyov turning his back on the Kremlin is clearly a watershed moment. Definitely for the first time during Putin's regime, Anna from Ukraine says of Solovyov's betrayal, adding, "And it symbolizes the loss of Putin's control, because in Russia, people rarely express their opinions openly, and usually they receive their opinions from the state TV, from the popular vloggers that were allowed by the Kremlin regime. What does it mean when the opinion former is feeding information to the people that makes them wake up to the fact that it's the Kremlin's fault that they're struggling in the first place? Well, certainly not anything that the Kremlin is going to want to see. And if Solovyov keeps on doing what he has started to do, more Russians are going to see that it is their own government that is hurting them due to Putin's insatiable lust for war with Ukraine. Maybe the turncoat propagandist will focus on how Putin is stealing more money from the average person's pocket by way of taxation, all to keep on funding his ridiculous war. Asia News has exposed all of this, as it points out in a February 18th piece that municipal service rates across Russia rose by between 8 and 12% on average in 2025. And that's on top of VAT being increased by 1.7% on all products on January the 1st, all of which has led to sharp increases in consumer goods that Russia's people could barely afford in the first place. Even good propaganda can only hide what's happening in Russia for so long. A propagandist actually delivering the reality to the people who form their entire opinions based on what he says is a death sentence for the Kremlin. So where does all of this leave Putin? Well, we told you earlier that his control is slipping, that he's going to do anything that he can to maintain it. Russia's leader is getting desperate to keep his narrative in play, and that has led to him making what may be the dumbest move that he's ever made since he launched his Ukraine invasion. Putin has banned Telegram. Yep, and that means that many of the voices that constantly spoke out in support of the Kremlin's policies, making money from doing so in the process, have been silenced. And make no mistake about it, that amounts to a legion of propagandists who are now furious at the Kremlin for taking away their source of income. And to add a little context to why the Telegram ban is so desperate, you need to know a little bit more about just how ubiquitous this social media platform is in Russia. Over 100 million Russians use the app, the New York Times reports, and around 60 million of those users check Telegram every day. Beyond state TV and newspapers, Telegram is one of the main sources of news for the Russian people. And remember, Solovyov himself has 17 Telegram channels, so he and the Kremlin clearly saw how valuable the platform could be from a propaganda perspective. However, that value is only there for the Kremlin as long as it can control the narrative being spun on Telegram, and that's where things have fallen apart for Putin. As military bloggers report more information that the Kremlin wants to give away, and Telegram opens up opportunities for Russians to find opinions other than the Kremlin party line, it was almost inevitable that a crackdown would come. And it has. And plenty of Russian propagandists are furious about it. The fury from Russia's military bloggers in particular has been immediate. The Kyiv Independent reported on the anger that is spreading among Russia's less traditional propagandists, noting that many are calling on the Kremlin to stop depriving them of their platform in the wake of the Telegram ban and a similar ban on the use of WhatsApp in Russia.
Fighter Bomber, who was one of the more notable Russian military bloggers on Telegram, sums up the general mood with a sarcastic statement. "Unfortunately, we can't cut off Starlink for the Hochli," he said, using a slur that Russia's bloggers like to use against Ukraine soldiers. "But we can cut off Telegram for Russians, and if we can, well, why not?" Why not indeed, from Putin's perspective? With Telegram gone, the Kremlin can push Russians toward the state-controlled Max app, and perhaps more importantly, it can try to stop Russian people from getting news from sources that aren't necessarily Kremlin-approved. Even some of Putin's most vocal fans are up in arms about the Telegram ban, Bloomberg reported on February the 17th. The outlet says that cutting off access to this particular app may be a bridge too far for many Russians, and interestingly, some major hitters have even come out against the move. Putin's favorite mouthpiece, Dmitry Peskov, has called the loss of Telegram a shame. And wouldn't you just know it, Solovyov has also complained during a live stream that his numbers have taken a steep decline in the wake of Putin's Telegram ban. Military bloggers matter to the Kremlin. And when they're doing their jobs the way that the Kremlin wants them to, those bloggers serve as important cogs in the Russian propaganda machine. They are Putin's digital foot soldiers, CNN said back in 2023, and many have sources deep within the Russian armed forces and associated paramilitary groups, such as Wagner. The BBC adds that these bloggers are popular with Russia's readers because they often provide more information about what's happening in Ukraine than Russia's state media. Of course, they also make plenty of money while doing it, so we can't ignore that so many are angry at the Kremlin for the Telegram cutoff because they're losing their sources of income. Perhaps that's why Putin wants to shut the military bloggers down. They know too much, they say too much, and with many having audiences in the hundreds of thousands or even the millions, they're influencing the Russian people too much. Remember, Putin's entire reign is predicated on his ability to always control the narrative. When Russia has what the Kremlin might look upon as loose cannons operating on social media, more of the threads on that tapestry of lies we talked about earlier start to come loose. Russia has already started turning against these blogging propagandists toward the end of 2025. And as the Carnegie Endowment noted in December, several had found themselves classed as foreign agents or charged with crimes under Russia's repressive extremism laws. The endowment even says that this fight against its former propaganda machine is calculated, noting that it gives the Kremlin the chance to create an impression that it is trying to silence the voices of pro-war radicals after 4 years of fighting that have left everyday Russians tired of Putin's invasion. However, the state steamroller wasn't fast enough to crush Solovyov. And now that he has turned against the Kremlin, Putin's desperation is on the verge of turning into outright despair. Who can he trust, if not the man that the Kremlin put on state TV to deliver the messages that the Kremlin wants the Russian people to hear? How is Putin supposed to control the narrative when the very peddlers of that narrative aren't towing the line? These are questions that Putin never wanted to answer, and everything that we're seeing now in terms of his attempts to repress the flow of information in Russia amounts to the actions of a leader who knows that his days are numbered. Russia is the country that suffers from the madness of its leader, to whom all of its population delegated their rights and freedoms, Anna from Ukraine says, when wrapping up her video about Solovyov's actions. Maybe the once Kremlin-favoring propagandist has realized that fact, and he's decided that using his platform to bring power to the people, or at least expose what they're going through, is more important than saying what Putin wants him to say. The Ukraine war is already lost, and every Russian is feeling the impact worse and worse with each passing day. With the knife now stuck in his back, Putin will push on, of course. But he'll do it knowing that one of Russia's most influential voices is delivering the very last kinds of messages that the Kremlin wants its people to hear. Putin has crippled his country, and Solovyov knows it. Not even the turncoat talking head has revealed just how bad things are getting for Russia. The Russian economy is in the toilet, but the country has already been flushed, and there may be no finding it in the sewage for a century. ეს იყო ომი, რომელიც რუსეთს ადვილად მოგებული ეგონა. პუტინი თავის ხალხს ეუბნებოდა, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალის წინაშე დაიშლებოდა. ასე არ მოხდა. და ახლა რუსეთში წარმოუდგენელი ხდება. რუსეთის რეგიონული პარლამენტის წევრები აღიარებენ ომის წაგებას. პანიკა და ქაოსი სუფევს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ომი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომიც კი დაჩრდილა, ახლა ისეთი ომია, რომლიდანაც პუტინს გაქცევა მოუწევს. უკმაყოფილოთა ხმები ძლიერდება და ერთ-ერთი ასეთი ხმა გრიგორი ერემაევს ეკუთვნის. 79 წლის ერემაევმა რუსეთში თითქმის ყველაფერი ნახა, რაც პუტინმა. მან საბჭოთა კავშირის დიდების ხანაში უყურებდა, როგორ მართავდა რუსეთი იმპერიას, რომლის აღდგენაც პუტინს სურს. ერემაევი მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და იმას, თუ როგორ გახდა რუსეთი იძულებული თავიდან აშენებული.
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასაც ეს პოლიტიკოსი შეესწრო და ახლა უკრაინაში 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ ერემაევმა ძლიერი გზანილი გაუგზავნა პუტინსა და კოლეგა პარლამენტარს. აღიარე უკრაინის ომმა პუტინის სტრატეგიული მიზნები ვერ შეასრულა. მალე ვნახავთ მტკიცებულებას ერემაევის ისტორიის შესახებ და განვიხილავთ, რატომ არის უკრაინა ახლა რუსეთისთვის ბევრი თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომზე უარესი. ჯერ უნდა განვიხილოთ ერემაევის განცხადებები დეტალურად. RFU News-ის ცნობით 5 თებერვალს რუსი პოლიტიკოსი კოლეგების წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ უკრაინის ომის მიზნები არა მხოლოდ არ მიიღწეულა, არამედ ახლა ფუნდამენტურად მიუღწეველია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. რაც შეეხება პუტინს, ის ომს მხოლოდ იმიტომ აგრძელებს, რომ მისი შეწყვეტა ნიშნავდა ისტორიაში დამარცხებულ პრეზიდენტად დარჩენას, რომელმაც წააგო იმ ქვეყანასთან, რომელზეც არავის ეგონა, რომ რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდებოდა. იმის თქვა, რომ ეს კომენტარები სადავოა, რბილად ნათქვამია. Amnesty International-ის მიხედვით პუტინის ომის მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კრემლი ხმას უხშობს და გამოგონილ ბრალდებებს უყენებს. ხშირად ვრცელდება კალბი ბრალდებები პოლიციაზე ძალადობის შესახებ. პუტინი ამას ვერ გამოიყენებს იმ პარლამენტარის წინააღმდეგ, ვინც პარლამენტში ისაუბრა. კრემლი ხშირად ანტისაომარ ხმებს სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს. შეიძლება ისიც თქვას, რომ ერემაევი მოღალატეა, რადგან პუტინზე ისაუბრა. ეს ბრალდებები ვერ შეცვლის ერემაევის სიმბოლურ ძალას. ის თავისი კოლეგების წინ დადგა, რომელთაგან ბევრი პუტინის ყურადღების მცირე ნატამალზეც კი ოცნებობს და გამოავლინა რეალობა, რომელსაც ისინი ყველანი საკუთარი პრეზიდენტისგან მალავენ. სიამონებით გეტყოდით, რომ ერემაევის სიტყვებმა აჯანყება შთააგონა, რომ რუსეთის პარლამენტში ისინი, ვინც მას ეთანხმებოდა, ერთიანად აღდგნენ და თავიანთი ხასიათი გამოავლინეს, როცა პუტინის აბსურდული ომი მარცხად გამოაცხადეს. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. როგორც მოსაოდნელი იყო ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა, ან უფრო ზუსტად კარიერისტებმა, რომლებიც პუტინის გასახარებლად ყველაფერზე მიდიან, გადაწყვიტეს ერემაევი გაეჩუმებინათ. ერემაევის საუბრის დაწყებისთანავე დეპუტატებმა ყვირილი დაუწყეს და გააჩუმეს. მისი მიკროფონი დაფარეს და შემდეგ გამორთეს, რაც კრემლის სასუწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენდა, რომ კონტროლი შეენარჩუნებინა იმ ნარატივზე, რომელსაც პოლიტიკოსი ანგრევდა. ეს პოლიტიკა არ არის, ეს ძალაუფლება, პოლიტიკოსების სიბინძურე, რომლებიც უფრო მეტად პუტინის აზრი ადარდებთ, ვიდრე მისი მარცხები და ყველანი ცდილობენ გააჩუმონ განსხვავებული ხმა, რომელიც მათ სიმართლეს ეუბნებოდა. ისინი სწრაფად არ იმოქმედეს, ხმა მაინც ისმოდა. ამ სიტყვებს რუსეთში, სავარაუდოდ იმ თვალთმაქცი დეპუტატების ჩათვლით, რომლებმაც ერემაევი დაგმეს, ბევრი ეთანხმება. პუტინის ომი მარცხით გრძელდება და ახლა პუტინს მხოლოდ ომის გაგრძელება შეუძლია. კურსის შეცვლა ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ერემაევი ამბობს. პუტინს წარმოაჩენს როგორც დამარცხებულ პრეზიდენტს ომში, რომელიც თავად დაიცვა. ერემაევი დასაჯეს თავისი გადაცდომისთვის. RFU News-ის ინფორმაციით პოლიტიკოს ბრალი წაუკენეს პრესის თავისუფლებების ბოროტად გამოყენებაში. მისი განცხადების შემდეგ, რაც იმდენად აბსურდულია, რომ სასაცილოა, პრესის თავისუფლებები. ქვეყანაში, სადაც სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Telegram-ი, იკეტება. სწორედ იმიტომ, რომ ისინი პრესას აძლევენ შესაძლებლობას, რუს ხალხს უთხრან, რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში. პრესის თავისუფლება არ არსებობს სისტემაში, სადაც პუტინის კამპანიის მიმართ მცირე ეჭვის გამოთქმაც კი ღალატად მიიჩნევა. ერემაევი როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მაინც მსუბუქად გადაურჩა. სამარას სასამართლომ, სადაც პოლიტიკოსის გამოსვლა შედგა, ერემაევი მისი განცხადებების გამო 30,000 რუბლით, ანუ დაახლოებით $388 დააჯარიმა. რუსული საარჩევნო მონიტორის X ანგარიშიც დამატებით დეტალებს აწვდის, სადაც აღნიშნულია, რომ ერემაევის გამოსვლა სამარას რეგიონულ დუმაში შედგა და ერემაევმა ისიც კი განაცხადა, რომ თავად პუტინმაც კი იცის, რომ უკრაინაში შეჭრა მარცხია და ეს შეცდომა იყო. ამ ამაცი დისიდენტის სიტყვებმა ასევე გამოიწვია მთელი 7 წუთიანი მძაფრი დებატები. რუსული გამოცემა წერს, რომ ეს პოლიტიკოსი ყოველთვის მეამბოხედით ვრებოდა და პუტინის ომს ადამიანთა სიცოცხლეებისა და ბედისწერების დაბგვად მოიხსენიებდა. ეს არ იყო რბილი კრიტიკა პუტინის გარემოცვის მიმართ. ერემაევის სიტყვები პირდაპირ დარტყმა იყო რუსეთის ლიდერის მისამართით. განცხადება რება, რომელიც აჩვენებს, რომ პუტინი რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს, ვერასდროს გააჩუმებს მის წინააღმდეგ მყოფებს. ერემაევის წყაროების მიხედვით შეიძლება მალე მიუსაჯონ სასჯელი, მაგრამ თუ ეს ფასი იმისთვისაა, რომ განაცხადა, რომ პროპაგანდისტული ტყუილები და უკრაინაში ყოველდღიურად ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენა ხდებოდა, ის მზადაა გადაიხადოს ეს ფასი. ერემაევს კარგად ესმოდა, როგორი რეაქცია იქნებოდა მის სიტყვებზე, მაგრამ მან პუტინი თაღლითად გამოააშკარავა, როგორიც სინამდვილეშია. და ერემაევი ყველაფერში 100%-ით მართალია. ვიდეოს შემდეგ ნაწილში დეტალურად განვიხილავთ პოლიტიკოსების განცხადებებს პუტინზე, რომელიც საკუთარ დაწყებულ ომშია გაჭედილი, ვეღარ გააჩერებს და ვერც გაიმარჯვებს. სანამ განვიხილავთ, შევისწავლოთ განცხადებები, რომ პუტინმა ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს და მომავალშიც არ ეოლდება ამას. და როგორც ჩანს, ამ განხილვის ლოგიკური დასაწრისი არის ის, რასაც RFU News არ ნიშნავს თავის ანგარიშში ერემაევის კომენტარებზე.
უკრაინის ომი რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულია და ბევრ მხრივ მასაც აჭარბებს. უკრაინის ომი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე რუსეთის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა. იუწყება, რომ 12 იანვარს ეგრეთ წოლებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ხანგრძლივობით ოფიციალურად გადააჭარბა საბჭოთა კავშირის ომს ჰიტლერის ძალების წინააღმდეგ. 3 წელი, 10 თვე და 8 დღე იყო ჯადოსნური პერიოდი და ყოველი შემდეგი დღე პუტინის მარცხს უფრო აშკარას ხდის. მან თავისი ქვეყანა ჩაათრია ბრძოლაში, რომელიც პუტინის მტკიცებისგან განსხვავებით ვერაფრით მოიგეს ასე სწრაფად. რუსეთი ყოველდღიურად საშუალოდ 1000 ჯარისკაცს კარგავს ბრძოლაში, რომელიც კრემლის მიხედვით დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ომი ნაცისტების წინააღმდეგ ისტორიაში რამდენიმე ყველაზე სასტიკ ბრძოლას მოიცავდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ჯერ არ აღემატება მეორე მსოფლიო ომისას, პუტინს თავისი სასტიკი ომით ბევრად ნაკლები აქვს საჩვენებელი, ვიდრე მისმა საბჭოთა წინაპრებმა ჰიტლერის წინააღმდეგ თავდაცვით მიაღწიეს. RFNews-ის ცნობით, უკრაინის დრონები რუსეთის ტერიტორიაზე 1500 კილომეტრამდე, ანუ 932 მილამდე აღწევენ. დრონები მეორე მსოფლიო ომისას საბჭოთა კავშირის პრობლემა არ ყოფილა. რაც იქ ჩანს არის ის, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე იღებს დათმებს, მაშინაც კი როცა უკრაინის ომი უკვე უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი. საბჭოთა კავშირმა ნაცისტები დაამარცხა და შიგნით თავდასხმები აღარ იყო პრობლემა, მაგრამ უკრაინის ომში ეს ისევ პრობლემაა, პუტინის ბრალით. უკრაინის ომმა რუსეთის მეორე მსოფლიო ომის კამპანიას გადაასწრო პუტინის ძალების მიერ ტერიტორიების დაპყრობის აბსოლუტური მარცხის კუთხით. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის საბჭოთა კავშირმა შეძლო ნაცისტების დასავლეთით 1500-დან 1800 კილომეტრამდე, ანუ 922-დან 1118-მდე მილი გადაწევა, რაც რუსეთის ბერლინში მისვლას გამოიწვია. თუმცა უკრაინაში რუსეთის წინსვლა მაქსიმუმ 150 კილომეტრს, ანუ 93 მილს აღწევს უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინს უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის ნაცისტებთან ბრძოლაში, რომ ტერიტორიის მხოლოდ მეათედი დაეკავებინა. მან ამ მარცხს მაშინაც მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ჰქონდა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის საზღვართან დაიწყო. პუტინი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კამპანიას მსოფლიო გადამჩენ ჯვაროსნულ ლაშქრობა დასახავს. უკრაინაში მან რუსეთს დასანგრევ კამპანია შექმნა. პუტინის მიზნები არ შესრულდა. ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის თქმით, პუტინმა უკვე განიცადა ისეთი მასშტაბური სტრატეგიული მარცხი, რომ ისტორიაში აუცილებლად შევა, როგორც წარუმატებლობის სიმბოლო. სტუბმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 13 თებერვალს ყველა წარუმატებელი მიზანი ჩამოთვალა. მას უნდოდა უკრაინა რუსული გაეხადა. უკრაინა ევროპული გახდა, თქვა სტუბმა, ეს იყო პირველი მარცხი. მას სურდა ნატოს გაფართოების შეჩერება, მიიღო ფინეთი და შვედეთი. მარცხი მეორე, მას სურდა თავდაცვის ხარჯების შემცირების შემცირება. და ახლა ეს 5%-მდეა გაზრდილი. მარცხი ნომერი 3. როცა ასე ჩამოთვლით, შეიძლება ითქვას, რომ იერემაევის სიტყვები სამარის რეგიონალურ დუმაში საკმაოდ ულმობიერი იყო. უკრაინის ომი რუსეთისთვის წაგებულია, რადგან პუტინის ყველა მიზანი, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტის წართმევა, სერიოზულად ჩავარდა. გასაკვირია, რატო არ უჩნდებათ ბევრს პუტინის საჯარო კრიტიკის სურვილი, როგორც იერემაევს. რუსეთი უკრაინის ომში ვერც ერთ სფეროში დომინირებას ვერ ახერხებს, რაც მის სტრატეგიულ მარცხს აძლიერებს. კანადის პოლიტიკის ჟურნალის მიხედვით, პუტინის დომინირების ნაკლებობა შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობის მოლაპარაკებებში გამოიყენა. რუსეთი ხშირად სრულად აცხადებს ქალაქების აღებას, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან, მაგალითად პოპიანსკი 2025 წლის ბოლოს. უფრო ნათელი ხდება, რომ როგორც ჟურნალი აღნიშნავს, დასავლურ მედიაში გავრცელებული ნარატივი რუსული ძალების წინსვლასა და უკრაინელების დამავალზე მცდარია. უკრაინის თავდაცვა უშედეგო არ არის, ის წარმატებულია. ნაცისტები უფრო სწრაფად და მძიმედ დაეცნენ საბჭოთა შეტევას, ვიდრე უკრაინა ეცემა პუტინის შეტევას, და ესეც კი რბილად ნათქვამია. სტრატეგიული თვალსაზრისით საუკეთესო შემთხვევაში უკრაინამ მხოლოდ რამდენიმე დაბრკოლება განიცადა, მაშინ როცა პუტინი ყველა ფერფერტებს ამ ბრძოლაში, რომელსაც ვერ იგებს. თუ ხშირად გავიგებდით ათასობით რუსი ჯარისკაცის დაღუპვაზე, რომლებიც პუტინის იმპერიულ ფანტაზიებს ეწირებიან, უფრო მეტად დავფიქრდებოდით თითოეული სანტიმეტრის ფაზზე. პოლისის ჟურნალი წერს, რომ აგრესორის მზადყოფნა ფასი გადაიხადოს, სასოწარკვეთილებაა და არნიშნავს რუსეთის გარდაუვალ წარმატებას, რაზეც დასავლეთის მედიამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს. იერემაევმა თავის გამოსვლაში ასეთ წარუმატებლობებზე მიუთითა და ეს უარყოფილი ვერ იქნებოდა. დაუბრუნდეთ ტერიტორიის საკითხს. უკვე ვახსენეთ, რამდენად ცუდი იყო რუსეთის წინსვლა უკრაინაში, იმასთან შედარებით, რასაც ქვეყანა მიაღწია პლანეტის ოდესღაც ყველაზე ძლიერი სამხედრო ერის წინააღმდეგ. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს მიხედვით, რუსეთი ახლა იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მისი რეკრუტირება ვეღარ ასწრებს დანაკარგების ანაზღაურებას. კრემლმა 2025 წელს უკრაინაში 406,000 მებრძოლი დაიქირავა, თუმცა ISW-ის მიხედვით დანაკარგები 410,000 საჯარბებს. ამ ხელა მსხვერპლის მიუხედავად რუსეთმა უკრაინაში ტერიტორია მაინც დაკარგა.
მან დაიკავა ქვეყნის 26%, მათ შორის 2022 წლის მარტში უკვე დაკავებული, მანამდე უკანონოდ ანექსირებული ხირი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს წინსვლის საფუძველი გამხდარიყო, 26% იყო მაქსიმუმი, რაც რუსეთმა შეძლო. 4 წლის და 1.250.000-ზე მეტი მსხვერპლის შემდეგ. რუსეთს უკრაინის მხოლოდ 20%-ზე ოდნავ მეტი აქვს დაკავებული და მისი ნელი წინსვლა კრემლის პროპაგანდას ანადგურებს. რუსეთს შეიძლება წლები დასჭირდეს, რომ ის 26% დაიბრუნოს და მაინც უკრაინის 3/4-ზე მეტი დარჩება დასაკავებელი. ეს პუტინისთვის სივცხვილია. ეს მარცხი იმდენად დიდია, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხალატის რამდენი ბრალდებით ცდილობენ იერემაევის მსგავსი ადამიანების გაჩუმებას. ფაქტები ნათლად ამბობს. პუტინის შეცდომებმა გაანადგურა მისი უკრაინამდელი მემკვიდრეობა. კრემლის გამართლებები ამოიწურა, ამიტომ პოლიტიკოსები ღიად ითხოვენ პუტინის ომის დასრულებას. რუსეთში ომის მხარდამჭერი ანალიტიკოსები და სამხედრო ბლოგერებიც, რომლებსაც პუტინი ნარატივის გასავრცელებლად იყენებდა, აღარ არიან სანდოები. მათ უცხოელი აგენტების იარლიხს აკრავენ, როგორც ზოგიერთმა მოითხოვა იერემაევისთვისაც მიეკერებინათ, რადგან ისინი აკრიტიკებენ ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას, მეთაურებსა და გადაწყვეტილებებს. ამხელენ განხეთქილებებს იმ ადამიანებს შორის, ვინც საზოგადოებრივ მორალს უნდა ინარჩუნებდეს ომის მხარდასაჭერად, აცხადებს RFU News. და ამ უბედურებასთან გასამკლავებლად, პუტინი ვერც კი იღებს იმას, რასაც ელოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, რომლებიც ეგონა რომ შეეძლო ისე ემართა, რომ უკრაინა დონბასის რეგიონს გადასცემდა. ეს მაინც რაღაც იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტისთვის. დიახ, მისი ყველა სხვა სტრატეგიული მიზანი გვერდზე დარჩა და ახლა უფრო მიუღწეველი ჩანს ვიდრე ოდესმე, მაგრამ დონბასის მიღება მაინც მისცემდა პუტინს საშუალებას მცირე წარმატებად გამოეცხადებინა ეს ყველაფერი, თუმცა ესეც არ ხდება. პოლიტიკოს 13 თებერვლის სტატიის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია. რუსეთი ვერ არწმუნებს აშშ-ს, რომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს და ზელენსკის დონბასის დათმობა აიძულოს, ამიტომ აგრძელებს ომს, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომსაც აჭარბებს და ყველგან მარცხს განიცდის. ეს ომი ყოველდღიურად ზრდის ფინანსურ ძნეხს რუსეთზე გამარჯვების გარეშე, რაც პუტინის კიდევ ერთი მარცხია. უკრაინის დაპყრობა რუსეთს უნდა გაემდიდრებინა. უკრაინის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში 15 ტრილიონი დოლარის ღირებულების მინერალური რესურსებია, რაც მსოფლიოს საერთო მინერალური სიმდიდრის 5% შეადგენს. პუტინს ის ფური სურდა. რაც მას 4 წლის შემდეგ აქვს, არის რუსეთის ვერსია, რომელიც ფინანსურ კრიზისშია. ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, რადგან ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე, სამართალდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე ხარჯები შემცირებულია, ხოლო რუსეთი ბიუჯეტის დიდ ნაწილს უკრაინის ომში და ვალების გადახდაში ხარჯავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2026 წელს რუსეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზრდება, სტაგნაციური 2025 წლის შემდეგ, როცა ზრდა მხოლოდ 0.6% იყო. რუსეთი ნავთობს დიდი ფასტაკლებით ყიდის შემოსავლის შესანარჩუნებლად და მას დემოგრაფიული პრობლემები აქვს, რომელიც უკრაინის ომში დაღუპულებმა გაამწოვა. იერემაევი მართალია. რუსეთმა უკვე წააგო ომი უკრაინაში. და კიდევ ერთ საკითხში მართალი იყო. პუტინი ახლა ვეღარ გაჩერდება, რადგან გაჩერება ნიშნავს ამ მარცხის აღიარებას და ისტორიაში სრული და აბსოლუტური მარცხის სიმბოლოდ შესვლას. პიტერ დიკინსონის თქმით, პუტინი მახეშია გაბმული და მისი მთავარი მიზანი უკრაინაში საკუთარი მემკვიდრეობის უზრუნველყოფაა. ეს მან 12 თებერვალს ატლანტიკური საბჭოს დაჯოსთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა. პუტინს გულწრფელად სჯერა, რომ მისი ისტორიული მისია საბჭოთა კავშირის დაშლის უსამართლობის გამოსწორება და რუსული იმპერიის აღდგენა. ამის მისაღწევად მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ უნდა გააქროს უკრაინა როგორც სახელმწიფო და ერი, წერს დიკინსონი. ეს აკვიატება განსაზღვრავს პუტინის ყველა ქმედებას და სწორედ ამან მიიყვანა ის იმ მდგომარეობამდე, სადაც ახლა წაგება გარდაუვალია, ამტკიცებს დიკინსონი. იერემაევი ამ ყველაფერს ხედავს. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, პოლიტიკოსი იმდენად ასაკოვანია, რომ პუტინის 25 წლიან მმართველობას თვალს ადევნებდა და კარგად ხედავს მის ძალაუფლების ფასადს. პუტინი ახლა აგრძელებს უკრაინის ომს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გადადოს ანგარიშწორების დღე, რომელიც მის მარცხებს მოხვება. ალბათ იმ დონემდე, რომ შეიძლება ფიქრობდეს, ეს დღე მანამდე არ დადგეს, სანამ ცოცხალია. ყველაფერი, რაც მას სცადა, აძლიერებს უკრაინას, ევროპასა და ნატოს, ხოლო მისი კონტროლი ხალხზე სუსტდება. პუტინის უკრაინაში გამოყენებული შიდა პროპაგანდა ინგრევა. პუტინი იძულებულია გაავრცელოს ცრუ ბრალდებები, მაგალითად თითქოს უკრაინამ მისი ერთ-ერთი რეზიდენცია დაარტყა, რაც თითქმის უეჭველად გაყალბებულია, რათა შეინარჩუნოს ილუზია თითქოს უკრაინა სასოწარკვეთილია. ახლა პუტინი უბრალოდ გადარჩენას ცდილობს. მან საკუთარი ქვეყანა ჩინეთზე გაყიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ევროპის კავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მიხედვით, ჩინეთსა და რუსეთს შორის დამოკიდებულების უზარმაზარი სხვაობა და რუსეთი ამ სხვაობის არასწორ მხარესაა. კიდევ ერთხელ, ეს პუტინის და მისი არასწორად გააზრებული ომის ბრალია. ჩინეთს შეუძლია რუსეთი გაანადგუროს, მაგალითად, თუ რუსულ ნავთობს აღარ იყიდის უკეთეს შეთავაზების შემთხვევაში. და ჩინეთმა ეს ძალიან კარგად შეიძლება გააკეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი სანქციები პეკინზე ზეწოლას ახდენს, რომ რუსეთს თავი დაანებოს. ინსტიტუტის თქმით, ჩინეთი ასე იქცევა, თუ მხარდაჭერა დიდ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.
პუტინის ერთადერთი პასუხი ამაზე არის ჩინეთისადმი კიდევ უფრო დიდი დამორჩილება, რაც თავის მხრივ ასუსტებს რუსეთს იმ კატასტროფული ზიანის მიღმაც კი, რაც უკრაინაში წარუმატებელმა ომმა მიაყენა. ახლა პუტინს მარცხი ემუქრება. მარცხი უკრაინაში, იმაზე მეტადაც კი, რაც რუსეთმა აქამდე განიცადა. რუსეთსა და მის მომავალზე კონტროლის დაკარგვა, მაშინ როცა ჩინეთი ზვიგენივით გარსულის და პუტინი ხელისუფლების შეების შესანარჩუნებლად ყველაფერს თმობს. და იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც კრემლის ნარატივის გავრცელებაზე არიან პასუხისმგებელნი, მაგალითად პარლამენტის წევრები, როგორიცაა იერემაევი. დღეს ეს ერთი ადამიანი იყო, რომელიც მკაცრად ცენზურას დაექვემდებარა, მაგრამ გამბედაობა ყოფნიდა, რომ წამონდგარიყო და ეთქვა თავისი სიტყვა. ხვალ რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი დამცირების შემდეგ შეიძლება კიდევ მეტი იყოს. უკრაინის ომი წაგებულია, უკმაყოფილება იზრდება. ახლა პუტინს მხოლოდ ის შეუძლია იმედოვნოს, რომ ამ უკმაყოფილებას გაუძლებს, სანამ მის მიერ დაწყებული შეჭრა მის ირგვლივ ჩამოიშლება. პუტინი უკრაინის დახმარებას ვერ მიიღებს. უკრაინამ წარმოადგინა გენიალური სტრატეგია, რომელიც პუტინის ომს დაასრულებს, როცა რუსეთის პარლამენტი მის წინააღმდეგ გამოდის. სასიკვდილო ზონები რეკორდულია და რუსეთისთვის მდგომარეობა დამძიმდება. პარანოის ოკეანეში დაკარგული ვლადიმირ პუტინი გრძნობს, რომ რუსეთის კონტროლი ხელიდან უსხდება. ეს მიუღებელი ავტორიტარისტრის, მას ნარატივზე კონტროლის დაბრუნება სჭირდება. ან საჭიროებამ კონტროლის ამწყურვიმა ვლადიმირ პუტინი აქამდე ყველაზე სულელურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს უკრაინაში სიცოცხლის ერთადერთი გარანტია წაართვა და ახლა ისინი კრემლზე გაბრაზებულები არიან. ყველაფერი ორ სიტყვაზე დადის: ტელეგრამი და WhatsApp-ი. ვლადიმირ პუტინი იმდენად ჩაფლულია თავის პარანოიაში, რომ მიიღო გასაოცარი გადაწყვეტილება და ორივე სოციალური მედიის სერვისის იაკრძალა. ახლა კი ცდილობს ისინი კრემლის მიერ დამტკიცებული ვერსიებით ჩაანაცვლოს, რომლებსაც თავად და მისი გარემოცვა ავცელებენ. ეს პუტინის მცდელობა, ძალაუფლებისა და თავდაჯერებული სტემდაჯერებულობის დემონსტრირება მოახდინოს. ის ცდილობს ხელი ეჭიროს მწერლის კალამზე, როცა იწერება უკრაინის ომის, მისი პრეზიდენტობისა და რუსეთის ისტორია. ეს თავდაჯერებულობასა და ძალაუფლებას არკავს. ეს გადაწყვეტილებები დიქტატორმა მიიღო, რომელსაც კონტროლი ეკარგება. მოხუცებული ავტოკრატი, რომელიც იცის, რომ ზვიგენები გარს ეხვევიან და ხალხი ლაპარაკობს, ახლა პუტინს ყველაზე მეტად უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების უნდა ეშინოდეს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებები წაართვეს. ამ ჯარისკაცებს მალე დაუბრუნდებით. ჯერ გადავხედოთ პუტინის ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. 10 თებერვალს CNN-მა გაავრცელა, რომ კრემლმა Telegram-ზე შეზღუდვები დაიწყო, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია. სტატისტიკას მიხედვით რუსეთში 16 წლის და უფროსი მოსახლეობის 78%-ზე მეტი Telegram-ს იყენებს, WhatsApp-ს კი 73.9%. კრემლმა ბუნდოვანი განცხადებები გააკეთა, თითქოს აკრძალვა რუსი მოქალაქეების დაცვის მიზნით ხდებოდა და დაადანაშაულა Telegram-ი იმაში, რომ სწორედ აპლიკაცია იყო დაბლოკვის მიზეზი, რადგან ის აძლევს ადამიანებს საშუალებას გაავრცელონ მოსაზრებები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებისთვის კრიმინალურად და ტერორისტულად ითვლება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის ინფორმაცია, რასაც რუსი ხალხი Telegram-ში პოულობს, ყოველთვის არ ემთხვევა კრემლის ნარატივს. Telegram-ს კრემლი 64 მილიონი რუბლით, ან დაახლოებით $828,000 აჯარიმებს, რადგან თითქოს აკრძალული კონტენტის წაშლაზე უარი თქვა აპლიკაციაში. კრემლის შეზღუდვა 10 თებერვლიდან ძალაშია და ათასობით მომხმარებელი ჩივის, რომ აპლიკაცია ან არ მუშაობდა, ან ჩვეულებრივზე ბევრად ნელა მუშაობდა. Telegraph-ის ცნობით, კრემლთან დაახლოებულმა წყარომ ვესტკას უთხრა, რომ რუსეთში მოქმედი შეზღუდვები Telegram-ის სრულ აკრძალვას საფუძველს უკრის. რველს უკრის, რაც სექტემბერში დუმის არჩევნებამდე განხორციელდება. კრემლის ნარატივის კონტროლის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ პუტინმა რისხვა WhatsApp-ზე მიმართა. როგორც უკვე ვახსენეთ, WhatsApp რუსეთში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სოციალურ მედია აპებს შორის Telegram-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. 12 თებერვალს Telegram-ზე მასშტაბური შეზღუდვების ამოქმედებიდან სულ რაღაც 2 დღეში აჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი ასევე ბლოკავდა WhatsApp-ს სამართლებრივი დარღვევების ბრალდებების ფონზე. პუტინის საყვალეულმა პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი WhatsApp-ის მხრიდან რუსეთის კანონების ნორმებისა და მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმას მოჰყვა. შეგვიძლია თარგმანი თავიდან გავაკეთოთ. ეს პუტინის სტილშია ნათქვამი. WhatsApp არ მაძლევს საშუალებას რუს ხალხს აუგრძალო არასასურველი სიტყვები. WhatsApp-ის აკრძალვა გასაკვირი არ არის. კრემლი აპლიკაციის წინააღმდეგ 2025 წლიდან მოქმედებს, რის შედეგადაც რუსეთში ბევრ წლის ბოლოსთვის მხოლოდ ვირტუალური კერძო ქსელის, ანუ VPN-ის დახმარებით შეეძლო ცდომა. ასეთი ბლოკირებები შეეხო Facebook-ს, X, Instagram-ს და YouTube-იც კი ვერ გადაურჩა კრემლის უხეშ ძალის მიერ მიდგომას, რომელიც ნებისმიერ ონლაინ სერვისზე ცდომის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომელიც ჩვეულებრივ რუსებს კრემლის ინფორმაციაზე მეტის მიღების შანსს აძლევს. რუსეთში ხალხი გაბრაზებულია, ჯარისკაცები კი უფრო მეტად. ნუ იდარდებთ, კრემლს გამოსავალი აქვს. პუტინი აცხადებს, რუსეთს ეს აპლიკაციები არ სჭირდება. მათ მხოლოდ Max-ზე გამოძერა სჭირდებათ.
ეს რუსეთში შექმნილი და კრემლის მიერ დამტკიცებული ალტერნატივაა, რომელიც ერთიან სოციალურ პლატფორმას გთავაზობთ იმ მცირე საფასურად, რასაც აპლიკაციაში თქვენს ქმედებებსა და სიტყვებზე კრემლის მუდმივი მეთვალყურეობა ჰქვია. რუსეთი მაგს აწუდის როგორც Telegram-ისა და WhatsApp-ის პატრიოტულ ალტერნატივას და ბევრ რუს ცნობილ ადამიანს რუბლებითაც კი გადაუხადა, რომ თავიანთი გაუმწერებისთვის ეს აპლიკაცია გაარეკლამებინათ. რუსი ოფიციალური პირები მაქსის ინტეგრაციას ცდილობენ გოსუსლუგიში, რუსულ ონლაინ პორტალზე, სადაც მოქალაქეებს სამთავრობო პლატფორმებზე წვდომა, გადასახადების გადახდა და დოკუმენტებზე ხელმოწერა შეუძლიათ. ეს მაქს რუსეთის საბაზისო სერვისებზე კარიბჭედ აქცევს. ეს ყველაფერი კონტროლს ეხება. მაგრამ ამ თემას ვიდეოში მოგვიანებით დაუბრუნდებით. Telegram-ისა და WhatsApp-ის აკრძალვამ ფრონტზე ქაოსი გამოიწვია. რუსი ჯარისკაცები იღუპებიან, რადგან კიდევ ერთი საკომუნიკაციო არხი დაკარგეს. ჯარისკაცებისგან ბევრს ვერ ვიგებთ, ისინი უკრაინულ ხორცსაკებში იხოცებიან. მაგრამ მხოლოდ იმ მცირე რიცხოვან გადარჩენილებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდებიან, ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი სათქმელი თქვან. მაგრამ როგორც Telegraph-მა გამოავლინა, რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებსაც ხშირად პირდაპირ წვდომა აქვთ ჯარისკაცებთან, ისეთი აპლიკაციების მეშვეობით, როგორიცაა WhatsApp და Telegram-ი, საუბრობენ იმ სიტუაციაზე, რომელიც პუტინის პარანოიამ შექმნა ფრონტზე. ათასობით სამხედრო დარჩება კავშირგამულობის გარეშე, რაც მიმდინარე შეტევის ფონზე ფატალურ შედეგებს გამოიწვევს, განაცხადა არხმა Arkhangel Spetsnaz-ა, რომელსაც Telegram-ზე 1.1 მილიონი გაონწერი ჰყავს. კიდევ ერთმა ცნობილმა სამხედრო ბლოგერმა პირდაპირ კრემლს დაუმიზნა, თუმცა თავის გამოსვლაში პუტინის სახელი არ უხსენებია. გეგორ კოლმოგოროვმა თავის მინდევრებს უთხრა, რომ როცა მოულოდნელად მოსული ხელისუფლება კრემლის მაღალ ჩინოსნებს ჰააგაში გააგზავნის, არავინ გააპროტესტებს, რაც თითქოს იმის უცნაური აღიარებაა, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს ჩადის. სამხედრო ბლოგერისგან, რომელიც ცნობილია თავისი ნაციონალისტური მიდგომით. მაგრამ ალბათ ყველაზე ნათელი ახსნა იმისა, თუ რატო არიან რუსეთის ჯარისკაცები ახლა პუტინზე გაბრაზებულები, სამხედრო კორესპონდენტ ალექსანდრ სლატკოვს ეკუთვნის, რომელიც ამბობს. დასავლეთმა უკვე ორდრიანი ნოკაუტი მოგვითხო Starlink-ის გათიშვით. ახლა კი ამ საკომანდო კომუნიკაციის ახსაც გვიკეტავენ, ამბობს სლატკოვი. აბა, ზუსტად როგორ უნდა გავიმარჯვოთ? რა იარაღით? თითქმის არაფერი და TA-47 საველე ტელეფონები. ერთმა ჯარისკაცმა, რომელმაც მოახერხა თავისი აზრის გაზიარება, დაახლოებით იგივე თქვა. ფრონტი შოქშია, Starlink-ები აღარ არის. ეხლა Telegram-საც ახშობენ. როგორ უნდა ვიბრძოლოთ? საფოსტო მტრედებით ჯარისკაცის თქმით, როგორც რუსულ პროსაომარ Telegram არხებზე გავრცელებულ შეთხობინებაში არ მეშნული The Cube Independent-ი უწყება. გულისხმობ ეს რუსეთის უკრაინის სტრატეგიას შეესაბამება. თუ მიდონზეა საბჭოთა ტანკები და იარავი, რატომ არ იყოს ასევე TA-47 საველე ტელეფონი? პუტინი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ უკრაინის ომი მაინც 1960-იან წლებში მიმდინარეობს. Starlink-ის ხსენება ღირს, რომ ცოტა მეტად განვიხილოთ. საკმარისად ცუდია ისიც, რომ პუტინმა თავის ჯარისკაცებს ორი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმა წაართვა, მაგრამ ამის მიზეზი როგორც ჩანს მხოლოდ ისაა, რომ პუტინი იმდენად პანიკურად ეშინია ყველაფრის, რაც მის ნარატივს ეწინააღმდეგება. რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილებები ილონ მასკისა და SpaceX-ის მიერ Starlink-ზე წვდომის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში მიიღო. როგორც Guardian-მა ცხათებეროლს გაავრცელა, რუსი ჯარისკაცები უკვე ეძებდნენ ალტერნატივებს, მას შემდეგ რაც SpaceX-მა მათ უკრაინაში გამოყენებული არალეგალური Starlink-ის ტერმინალების გამოყენება აუგზავნა. Starlink-ზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სისტემა დაკარგა. პუტინის პასუხი იყო იმ ალტერნატივების წარწმევა, რომელთა გამოყენებასაც ბევრი რუსი ჯარისკაცი ცდილობდა. ეს ბრწყინვალე სტრატეგია. გასაკვირი არაა, რომ რუსეთმა უკრაინაში 1.250.000 ჯარისკაცი დაკარგა და ეს რიცხვი იზრდება. სარკაზმის გარეშე თითქმის ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პუტინი განზრახ ცდილობს თავისი საკუთარი არმიის განადგურებას ამ ბოლო ნაბიჯით. ეს არ არის კრემლის მიერ WhatsApp-ის აკრძალვის და Telegram-ის შეზღუდვის ნამდვილი მიზეზი. რეალურად ეს არის მოხუცი კაცის უკანასკნელი გაბრძოლება, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს ძალაუფლებას ჩაებრაუჯოს და ახლავე აგეხსნით რატო. სანამ ამას გავაკეთებთ, თქვენ უყურებთ The Military Shows და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. დაუბრუნდეთ პუტინის არგუმენტაციას. გვაქვს ორი მიმართულება გამოსაკვლევად: კრემლის ოფიციალური პოზიცია და ის თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. პუტინის გარემოცვის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც WhatsApp-სა და Telegram-ზე წვდომა იზღუდება, უსაფრთხოებაა. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რადგან კრემლი ამტკიცებს, რომ ორივე აპლიკაცია ხელს უწყობს დანაშაულებრივი შინაარსის გავრცელებას და რომ რიგითი რუსების მონაცემების დაცვის კუთხით, მათ უფრო მეტად არ უნდა ენდონ, ვიდრე საკუთარ ძვირფას მთავრობას, მაქსის შემთხვევაში. რუსეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა ორგანომ Roskomnadzorma ასევე დაასახელა უსაფრთხოების საკითხები, როგორც BBC უძღება. კიდევ ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა ანდრეი სვინტოვმა განაცხადა, რომ WhatsApp-ის მიმართ მკაცრი ზომები გამართლებულია, რადგან რუსეთმა მეტა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთი არ მალავს, რომ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა უფრო ფართო ნაბიჯის ნაწილია და მიზნად პროდასალურ პლატფორმებზე უარის თქმას ისახავს. Roskomnadzori, რომელიც პუტინისა და მისი სრული კონტროლის სურვილის გაგრძელება, დიდი ხანია ცდილობს რუსეთს ჰქონდეს ეგრეთ წოდებული სუვერენული ინტერნეტი,
დასავლური გავლენის გარეშე, ითხოვინება Telegraph. ვიმეორებთ, დასავლური გავლენის არარსებობა ამცირებს შანსს, რომ რუსებმა გაიგონ, რა ხდება რკინის კედლის მიღმა, რომლის უკან პუტინს მათი დატოვება სურს. საბოლოოდ, სწორედ ამაზეა პუტინის პარანოიდული გადაწყვეტილება. Telegram-ი და WhatsApp-ი შეზღუდულია და მალე აიკრძალება, რადგან პუტინს სჭირდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ამბები თავის ხალხს დაუმალოს. კრემლს სურს ჩაახშოს სამხედრო ბლოგერების ხმები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ომის მომხრეები არიან, მაინც გაცილებით მეტ ინფორმაციას ავრცელებენ ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე, ვიდრე კრემლი ოდესმე მოუყვებოდა თავის ხალხს. და სწორედ ის ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ ყველაფრისგან, როგორც მალე გაიგებთ. Moscow Times-ის მიხედვით, ყველა მთავარი რუსული მედია, მათ შორის დამოუკიდებელი გამოცემებიც, რომლებსაც პუტინი ვერ აკონტროლებს, Telegram-ის არხებს ფლობს და ბევრი მათგანი ინფორმაციას მხოლოდ იქ აქვეყნებს. ამის შედეგად Telegram-ი იქცა იმად, რასაც გამოცემა ერთგვარ უნივერსალურ საინფორმაციო წყაროს უწოდებს, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა წყაროდან სიახლეების დაკითხვის საშუალებას აძლევს. აპლიკაცია პოსტებს ქრონოლოგიურად აჩვენებს და არა ალგორითმით. ამიტომ კრემლისთვის წარმოუდგენლად რთულია Telegram-ით ხალხისთვის პროპაგანდის თავს მოხვევა. ამიტომ აპლიკაცია უნდა გაქრეს. ის უნდა ჩაანაცვლოს კრემლის მიერ დამტკიცებულმა ვარიანტმა, რომელიც პუტინის ციფრული უნდობლობის მონუმენტია. Cyber მაგაზინის ცნობით, მაქსი კრემლის სახელმწიფო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურის კედლის მხოლოდ კიდევ ერთი აგური იქნება. აპლიკაცია შექმნილია ჩინეთის WeChat-ის მოდელზე, რომელიც ასეთ ინსტრუმენტად მიიჩნევა. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი სი ძინპინის კვალს მიღვება და უნებლიეთ ამყარებს აზრს, რომ რუსეთი ჩინეთის პატარა ძმად იქცა. კრემლი რა თქმა უნდა ცდილობს უარყოს მტკიცებები, რომ მაქსზე გადასვლას რაიმე კავშირი აქვს მეთვალყურეობასთან ან მედიის კონტროლთან. კრემლი ამბობს არ ინერვიულოთ. პუტინმა მაქს სავალდებულო გახადა საჯარო მოხელეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და მალე საბაზისო საჯარო სერვისებისთვისაც, მაგრამ ეს მეთვალყურეობის აპლიკაცია არ არის. ნებისმიერი კონკურენტის, მათ შორის ორი კარგად დამკვიდრებული პლატფორმის, Telegram-ისა და WhatsApp-ის აკრძალვა, ნამდვილად არ ამყარებს ამ ვერსიას. ეს პუტინის მცდელობაა, რუსი ხალხი დანარჩენ სამყაროს ციფრულად დააშოროს, რათა ისინი პროპაგანდისა და კალბი ამბების გარემოში აცხოვროს, რაც პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. WhatsApp-მა ეს განცხადებაში პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ნაცვლად დააფიქსირა. რუსეთის მთავრობამ WhatsApp-ის დაბლოკვით სადა ხალხის სახელმწიფო აპლიკაციაზე გადაიყვანოს. კომპანიის თქმით, 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის იზოლირება პირადი და უსაფრთხო კომუნიკაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯია და რუსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას შეამცირებს. ეს გადაჭარბებული არ არის. მაქსზე კრემლის მიმართ საჩივარი შეიძლება FSB სტუმრობას გამოიწვიოს. შეიძლება ტერორისტადაც კი დაგასახელონ იმ უდიდესი დანაშაულისთვის, რომ პუტინს როგორც უნდა, ისე არ ემორჩილებით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეული და პოტენციურად საშიშია პუტინის ბოლო მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება ქვეყანაში, რომელიც მის კონტროლს სცილდება რიგითი რუსისთვის, ყველაზე მეტად მაინც უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები დაზარალდებიან. მიზეზი აქვს, რატომაც ახლა კრემლზე გაბრაზებულები არიან. სინამდვილეში რამდენიმე მიზეზია. დაწყებული იმით, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ შეძლო კრემლმა ჯარისკაცებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია. პუტინის საზარბაზნე ხორცად ქცეული ჯარისკაცები იძულებულნი არიან გამოიყენონ ისეთი საშუალებები, როგორიცაა Telegram-ი, WhatsApp-ი და არალეგალური Starlink-ის ტერმინალები, რადგან კრემლმა სრულიად ვერ შეძლო მათთვის უკრაინაში უსაფრთხო კომუნიკაციის სხვა საშუალებების უზრუნავყოფა. რუსი ჯარისკაცები უკვე თითქმის 4 წელია უკრაინაში იბრძვიან. თუმცა Telegraph-ის ინფორმაციით მათ ჯერაც არ აქვთ შიდა წარმოების უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა. ამიტომ გაიზარდა Telegram-ისა და WhatsApp-ის გამოყენება ფრონტზე. მინიმუმ განსაკუთრებით WhatsApp-ს აქვს დაშიფრის რაღაც ფორმა. მაშინ როცა Telegram-ი რუსეთის ჯარისკაცებს სახთან კავშირის საშუალებას აძლევს, ასევე საშუალებას აძლევს ერთმანეთს დაუკავშირდნენ, როცა მათ თვითმკვლელ შეტევებზე აგზავნიან უკრაინის თავდაცვაზე. ახლა ყველაფერი გაქრა. უხარისო მაქს აპლიკაცია კარგი შემცვლელი არ იქნება, რადგან რუსეთის ჯარისკაცებმა იციან, რომ კრემლი აკვირდება მათ ქმედებებსა და ნათქვამს. რუსულ რიგებში კომუნიკაცია გაუარესდა, რის გამოც ჯარისკაცები იღუპებიან. Forces News აღნიშნავს, რომ რუსეთის ანტიდრონული დანაყოფების წევრებმა კრემლს ვიდეო მიმართვებით აცნობეს, რომ Telegram მათთვის აუცილებელია. დრონები რუსეთის ჯარისკაცებისთვის უკრაინაში მთავარ საფრთხედ იქცა. მხოლოდ იანვარში უკრაინის დრონებმა 30,000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ყველა სიკვდილი დადასტურებულია დელტა სისტემაში ატვირთული ვიდეოებით. როდესაც Telegram აღარ არის, რუსეთის ანტიდრონული დანაყოფები ვეღარ ახერხებენ მკისიერად გააფრთხილონ ჯარისკაცები უკრაინის დრონების არსებობის შესახებ, რაც მხოლოდ გარდავალს გამოიწვევს. მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. პუტინმა საკუთარი არმია სწრაფ გზაზე დააყენა, რათა დაეხმაროს უკრაინას თვეში 50,000 რუსი ჯარისკაცის განადგურების მიზნის მიღწევაში. ეს დრონების პრობლემა რუსეთშიც არსებობს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა დიდი ზიანი მიაკენეს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას და სისტემატურად ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალას შიგნიდან.
როგორც რუსეთში ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლატკოვი ამბობს, Telegram-ის არხების შენელებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაზე. რუსი ოფიციალური პირი კრემლს ეუბნება, რომ მათი მოქმედებები აუნებს რუსეთის არმიასა და მოსახლეობას, მაგრამ პუტინს ეს არ აინტერესებს. მას უბრალოდ მეტი კონტროლი უნდა. მისთვის კი საზარბაზნე ხორცი ჯოჯოხეთშიც წასულა. არსებობს კიდევ ერთი ასპექტი Telegram-ისა და WhatsApp-ის აკრძალვებისა, რომელიც შეიძლება რუსი ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზი გახდეს. თუმცა უფრო არაპირდაპირი გზით, ვიდრე მათი უკრაინის დრონების მიმართ უფრო მოწყვლადად ქცევაა, რადგან ისინი ვეღარ ახერხებენ კომუნიკაციას. Forces News-ის მიხედვით, Telegram რუსი ჯარისკაცებისთვის ოჯახთან და მეგობრებთან დასაკავშირებლად ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ითვლება. აპლიკაციის დაბლოკვამ რუსეთის არმიაში უკვე არსებულ მორალურ კრიზისს კიდევ ერთი ემატება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ნათელი, როცა ხვდები, რომ Telegram-ის მსგავსი აპლიკაციები რუს ჯარისკაცებს აძლევს აღჭურვილობის მოპოვების საშუალებას, რაც მთავრობამ არ მისცა. როგორც Kiev Post აღნიშნავს, რუს ჯარისკაცებს უწევთ კრაუდფანდინგის გამოყენება, რათა მოიპოვონ ელემენტარული მარაგი და ზოგ შემთხვევაში აღხვევაში აღჭურვილობა, რომელიც მათ სამსახურის შესასრულებლად სჭირდებათ. როგორ ფიქრობთ, როგორ ორგანიზდება ეს კრაუდფანდინგ კამპანიები? რა თქმა უნდა, Telegram-ით. იდივე სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ახლა კრემლს აკრიტიკებენ ამ გადაწყვეტილებისთვის, ხშირად სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ორგანიზებას უწევს ფონდების შეგროვების კამპანიებს, რათა პუტინის ჯარისკაცებს მიაწოდონ ის, რასაც პუტინი არ აძლევს. Telegram-ის აკრძალვა ყველაფერს ანგრევს. ჯარისკაცები ვეღარ ეტყვიან სამხედრო ბლოგერებს საჭიროებებს, ხოლო Telegram-ის აკრძალვის შემდეგ ბლოგერები ვეღარ მიმართავენ ასეთ ფართო აუდიტორიას თანხების შესაგროვებლად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ სიკვდილს ნიშნავს. ჯარისკაცებს აგზავნიან ცუდად აღჭურვილებს დრონებით სავსეს საშიშ ადგილებში, სადაც კომუნიკაცია არ აქვთ. ეს ისეთი მასშტაბის საშინელებაა, რომელიც მხოლოდ პუტინმა შეიძლება მოახვიოს თავს და ის ამას საკუთარ ჯარისკაცებს უკეთებს, არა უკრაინას. რუსეთის არმიას არც საჭმელი და არც წყალი აქვს. ჯარისკაცები კი 24 მედიის ცნობით წარეთ ხუმრობენ, რომ ტანსაცმელი ისე კიდიათ, როგორც საკიდებზე, რადგან არც საჭმელს და არც სასმელს ირებენ. და ახლა პუტინმა მათ ის მცირედი რესურსიც კი წაართვა, რაც საჭირო ნივთების მისაღებად ჰქონდათ. Telegraph-ის ცნობით რუსი სამხედრო ბლოგერი ირონიულად არნიშნავს. სამწუხაროდ უკრაინელებისთვის Starlinks ვერ გამორთოთ, მაგრამ რუსებისთვის Telegrams კი გამორთოთ. პესკოვმა პუტინის სახელით უარყო მტკიცებები თითქოს Telegram და WhatsApp რუსი ჯარისკაცებისთვის აუცილებელია. ალგონია შესაძლებელი იყოს იმის წარმოდგენა, რომ ფრონტის ხაზზე კომუნიკაცია Telegram-ით ან ნებისმიერი სხვა მესენჯერით იმართება. სუსტად განაცხადა მან, მაშინ როცა თავად რუსეთის ჯარისკაცები და ქვეყნის სამხედრო ბლოგერები ზუსტად საპირისპიროს ამბობდნენ. გამოიყენეს Telegram-ი, WhatsApp-ი და Starlink-ი. ყველა მათგანს ართმევენ და სახელმწიფო სერვისით ანაცვლებენ, რომელიც თვალთვალზეა ორიენტირებული, არა კომუნიკაციაზე. შეიძლება ბოლოს და ბოლოს საფოსტო მტრედებისა და საბჭოთა საველე ტელეფონების გამოყენება არც ისე ცუდი აზრი. რუსეთის ჯარისკაცებს აღარაფერი დარჩათ, რაზეც შეიძლება დაერტყნონ, მას შემდეგ რაც პუტინის პარანოიამ მათ წაართვა ერთადერთი რამ, რაც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებდა იმ ომის საშინელებების წინაშე, რომელიც თავად პუტინმა დაიწყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პუტინი უკრაინის ომის წაგებას ცდილობს. ომში, რომელიც ინოვაციების რბოლით განისაზღვრება, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავისი ჯარისკაცები ქვისხანაში დააბრუნოს. უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები რუსეთს აიძულებს ტერიტორიის ყოველი დაპყრობილი სანტიმეტრის საფასური სისხლით გადაიხადოს. და კიდევ უფრო მეტი სისხლი დაიღუება ახლა, როცა Telegram-მა და WhatsApp-მა მიიღეს. Putin's shadow apparatus was supposed to be his key to winning the Ukraine war. The inner circle trusted by Putin was everything, but that inner circle has backstabbed him by doing something so insane that it has sabotaged the entire Ukraine war. And worst of all for Putin, it was his own secret service that slid the knife right into his back. How? Well, the FSB stole $5 billion right from under Putin's nose. And that's according to Christopher Steele, who is the former leader of the Russia desk at the UK's MI6 intelligence organisation. Now, speaking to the Trump report at the end of December, Steele laid it all out. I think it's clear that a very large sum of money was allocated by the Kremlin, by Putin, to sort of subversive operations in Ukraine. Probably up to $5 billion between 2014 and 2022. And a lot of that money simply disappeared into the pockets of SFB officers and FSB businesses and was utterly corruptly embezzled from the effort, Steele claims. This was money that Putin had earmarked for use in Ukraine. Russia's leader wanted to weaken his target before he struck, and he's made sure that his secret service, the FSB, which is supposed to be one of his most powerful instruments, had everything that it needed to get the job done. But instead of reporting on the reality of what Ukraine was doing to prepare for a fight, or conducting the sorts of operations that would damage Ukraine, the money was pocketed. And all Putin received before he launched his invasion was nonsense about how Ukraine wasn't ready, and how it wouldn't be able to put up a fight because the country was too weak.
We'll come back to that point a little later in this video. First, the big question is simple. Is there any evidence behind Steele's claims? Now, while Steele doesn't provide any evidence himself, paying even a little bit of attention to what was happening to several people in the FSB during the 2014 to 2022 period shows us that corruption was rife in the organization. And we have 3 cases for you, each of which involves the kind of squirreling away of Kremlin resources into FSB pockets that shows exactly what we mean when we say that Putin has been stabbed in the back. Now first, we take you to July 2017 and the eruption of a massive scandal in the FSB. Now in that month, the Warsaw Institute reported that information on the detention of several FSB officers who were suspected of corruption had been leaked to the media, suggesting that Putin's security apparatus was already collapsing into infighting and jealousy long before he invaded Ukraine. The story revolves around a man named Sergei Chemysov, who was then, and still is, the head of the state corporation Rostec. Now, Chemysov is one of the FSB's most influential figures, and his position on the Rostec board means that he also controls a company called Snegiryov Research Institute of Technology. Now, that company happens to make electromechanical and mechanical detonators for different types of ammunition, which means that it is a pretty important part of the war machine that Putin would later unleash on Ukraine. Now, a group of FSB officials who were supposed to be working for Putin and should have been aligned with the Rostec head were the first to betray Russia's leader. That group, the Warsaw Institute says, tried to extort large bribes from the board of the Snegiryov Research Institute of Technology. But that is just the start of the problem. Those FSB officials had been investigating the institute and had discovered that salaries were being paid to vacant posts within the business. These dead souls were getting paid, and the officials wanted bribes of a few million rubles for each of the vacant positions they found. Chemysov flexed his FSB influence and had 5 corrupt FSB officers arrested. But he only did it because those officers were trying to con a conman, and the money being paid to the vacant posts had to be going somewhere, and the odds are that somewhere is Chemysov's own pocket. Now, Chemysov has survived. He still leads Rostec, but immediately we see the scale of the problem that Steele mentioned. FSB officials were willing to hide Chemysov's misdeeds in return for bribes, and Chemysov himself is filtering money through an institute that is essential to the Russian war effort right into his own pocket. Now, this is a form of sabotage that is being hidden from Putin, and it gets much worse. Fast forward to May 2019, and the Organized Crime and Corruption Reporting Project was reporting on a former FSB official called Colonel Kirill Charkalin. He was in hot water with the Russian government after being detained for using his former position as the head of the FSB's Financial Counterintelligence Unit to accept bribes worth up to $850,000. As part of the investigation, Russia sent officials to scour Cherkalin's apartment. There, they found that $850,000 was, well, something of an underestimate. Those officials eventually left the former FSB's official's home carrying several massive bags containing 12 billion rubles, which was equivalent to about $185 million at the time. Now, the irony in all of this is that Cherkalin had previously led an FSB department that was responsible for uncovering the very sort of corruption that he engaged in. Under Cherkalin's watch, investigations had been carried out into the billionaire brothers Magomed and Ziauddin Magomedov. Cherkalin's FSB department had also looked into the former Russian economy minister, Alexei Ulyukayev, as well as another former minister named Mikhail Abazov. Just like with the Chemysov case, we see corruption layered on corruption. Now, political infighting is more important within Putin's inner circle than actually delivering what Russia's president wants and needs. And through all of that infighting, billions of dollars are simply disappearing. Chemysov used his power to avoid his fate. Cherkalin wasn't so lucky. In April 2021, he was sentenced to 7 years in prison for his crimes, along with a pair of other FSB officers named Andrei Vasiliev and Dmitry Frolov. So Cherkalin wasn't even acting alone. He had 2 other FSB agents come along for the ride. And we have one more example to share with you before we come back to what the many examples of corruption that are just like this have meant for Putin. So in February 2024, the Bell reported that Russian investigators were looking into an incident that had seen FSB officials team up with crooked members of Russia's investigative committee to fabricate a murder case that they then used to extort 15 billion rubles, or around $200 million, from the supposed suspects. The FSB accused the co-owners of one of Russia's leading household appliances companies, Merlion, of hiring a veteran of Putin's earlier war in the Donbass to kill their former CEO, Vyacheslav Simonenko.
The three men, Oleg Karchov, Vladislav Mangutov, and Alexei Abramov, were claimed to have offered the unnamed hitman a $5 million bonus if he managed to kill Simonenko by launching Molotov cocktails at his house. Now, this already seems like an unlikely story, but it was enough to see the accused trio spend 6 months in jail as they awaited a trial that could have landed each in prison for up to 20 years if they were convicted. That was the whole point for the FSB officials. As the three men awaited their trial, a corrupt lawyer working for the FSB offered them a way out. All they would have to pay was the aforementioned $200 million, in addition to a cut of 2% of Merlion's turnover every single year. And what the FSB officials didn't expect was that the businessman would refuse, with the fallout of the whole affair revealing that an entire gang of 24 high-ranking law enforcement officials had conspired to get paid rather than do their jobs as Putin ordered them to. And that's the point. Not all of these three cases are examples of FSB officers stealing money that was directly intended for destabilizing Ukraine. But what each case shows us is that the FSB is rotten to the core and has been since long before Putin invaded. FSB officials seem far more concerned with lining their own pockets than they are with supporting Putin's war effort. And that, in its own way, is a form of decade-plus-long sabotage that has rocked Putin's war machine from the moment he sent his troops into Ukraine. Now let's talk about that moment for a few minutes. Earlier, we told you that the rampant corruption in the FSB meant that Putin went into the Ukraine war with a head that was filled with nonsense. That happened because Russia's leader trusted the FSB. Now, this organization, which was clearly supposed to be infallible, was falling apart right before his eyes, and he couldn't even see it. And make no mistake about the FSB's importance to the Ukraine invasion. As Steele points out, it was the agency, out of all that Russia has, that was supposed to have the lead in the build-ups to the Ukraine invasion. Certainly, before the war sort of full-on came in 2022, the FSB was the lead agency in Ukraine covering Ukraine, Steele says. And rather than doing what Putin wanted, the agency told their leader what he wanted to hear. The $5 billion in lost money came with the added bogus bonus of the FSB telling Putin, yeah, it was fine to invade Ukraine. It'll be a walkover. You'll be welcomed as victors and liberators, and so on. Steele says the FSB told Putin. So as the money was being stolen, this was the same organization that was telling the Russian leader that there was an entire alternative political structure in Ukraine that was waiting to take over and would happily do so under the Russian thumb. It was all lies. FSB sabotage to keep the gravity train rolling while officials did everything in their power to avoid having to deliver anything that even resembled the bad news that Ukraine was more ready than anybody ever expected before February 2022. Putin certainly trusted the FSB enough to keep pouring the money in. In August 2022, Business Insider reported that the FSB's Ukraine unit had been expanding in size since 2019 to the point where it contained 160 officers when it had once had 30. That alone tells us that Putin had been plotting the Ukraine invasion for years before he pulled the trigger, and it was the FSB that was supposed to let him know what he needed to do to make the so-called special military operation a success. But while the Kremlin built, the shadow apparatus sabotaged. And frankly, that shouldn't have come as a surprise to anybody. Lying is in the FSB's nature. The agency has long been accused of conducting hoaxes and making false accusations, though this was all supposed to be in the service of Putin's ultimate goals. And as the New York Times says, the FSB is more a political tool for Putin than it is any sort of serious law enforcement agency. The entire organization was born from the ashes of the KGB that gave the world Putin, and it has the same habits of blaming others for the crimes that it commits. We saw plenty of that in the three cases we discussed earlier, when it was so often FSB agents using supposed crimes to leech money out of the Russian system. Putin himself got in on the act plenty when he was Russia's prime minister back in 1999. He blamed Chechen militants for a series of apartment bombings in Moscow. Those allegations blew up in Putin's face when citizens from the nearby city of Ryazan found bags of what looked like explosives inside their building. The FSB was forced to apologize, though it still claimed that the bags contained nothing but sugar and were used for an anti-terror drill. In the end, Putin got what he wanted, which was opening the door for a new Russian attack on Chechnya. But unknown to him at the time, Putin had made a rod for his own back. The FSB that he built on lies and bribery is just doing what he built it to do. With that context, the knife in Putin's back is one that he should have seen coming. Of course the FSB would lie to Putin. They'd seen him do the same to get what he wanted in Chechnya, so FSB officials lied when it became clear that Putin really wanted to invade Ukraine.
And as they lied to him about what invading Ukraine would really require, the officials made sure their pockets were being lined so they would be financially secure against the absolute storm that they knew was coming. Now, some of those FSB officials have been caught in their corruption, but the real question is how many haven't been caught. We may never know the answer to that question, but we do know what the FSB's corruption has done to Putin. Back in 2014, Putin claimed that Russia's forces could take Kyiv in 2 weeks if they wanted to. Russia's president would have believed that, just like he thought it would only take a couple of weeks, if not just a handful of days, to take Kyiv in 2022. It's 4 years later, and Russia is still nowhere near defeating Ukraine. Putin has sold a bill of goods, and he bought it happily because it contained all that he wanted to hear. Of course, we can't always attribute to malice what can be explained by incompetence. As the Washington Post says, it wasn't just the corrupt inside the FSB sliding the knife in and purposefully misleading their president. In the days leading up to the Ukraine invasion, the FSB had sent messages to its informants in Kyiv that it was time to leave their homes. Russia was coming, and Kyiv would be a war zone in a matter of days. One intercepted message even showed an FSB official telling one of those informants to have a successful trip. That's how confident the FSB was. It may also explain why so many of its members thought that they could steal from under Putin's nose. Rather than actually doing their jobs, these officials appear to have simply assumed that Ukraine was there for the taking. Russia would win easily, and that would mean that their corruption wouldn't matter. Putin would get what he wanted. However, as an unnamed US official who spoke to the Washington Post put it, the Russians were wrong by a mile about the strength of Ukraine's defense. That official added they set up an entire war effort to seize strategic objectives that were beyond their means. Russia's mistake was really fundamental and strategic. Fundamental being the key word here. Russia didn't even get the basics right, and it's all because the FSB was plagued with wishful thinking. As the organization received polls telling it that many of Ukraine's citizens were willing to fight against Russia, the FSB delivered rosy messages about the ease of the upcoming invasion to Putin. It was the FSB that championed the lightning assault plan that we saw fall apart during the first few weeks of the war. Ultimately, the FSB stabbed Putin in the back by sabotaging his war plans before they were even put into action. The plans themselves were faulty, and Putin had no idea until tens of thousands of Russian soldiers were dying, and he was left wondering why the Kremlin's cash hadn't been enough to warn him of what was coming. But Putin knows better now, right? The corruption has been stamped out, even if it came too late to stop him from making crucial mistakes in Ukraine, surely. Well, the answer is no on both accounts. Corruption, fraud, embezzlement, or whatever you want to call it, is so baked into the Russian hierarchy that it has simply become the way that things are done. In January 2024, a trio of FSB officers were arrested on charges related to accepting 5 billion rubles, or about $55 million, in bribes. Alexander Ushakov was charged with creating a criminal group using his official powers, while 2 accomplices, Sergei Manishkin and Alexei Tsaryov, ended up under house arrest for throwing their co-conspirator under the bus. Just 4 months after that, a former FSB officer was sentenced to 9 years in prison for accepting a $1.7 million bribe from a hacking group. Grigory Tsaregorodtsev, who hilariously was supposed to be specializing in combating online crime, said he would protect the hacker group from the authorities in return for the money. Tsaregorodtsev failed. The hackers ratted him out, and yet another FSB official was exposed for looking out for himself rather than doing what Putin was paying him to do. Even now, the Russian war machine is plagued by corruption on a scale that is causing Putin's Plan B for the Ukraine war to fail after the FSB so spectacularly screwed up Plan A. The Russian military-industrial complex, or OPK, is blighted by the same issues that run rampant in the FSB. As Chatham House put it in July 2025, endemic corruption is a defining feature of the OPK and, more widely, of the Russian military. Corruption facilitates the inner workings of the military establishment. Putin is basically playing corruption whack-a-mole at this point. For every successful strike the mallet makes, 2 more cases crop up. Putin can't rid Russia of corruption. He is corruption embodied, which is why his inner circle so readily betrays him. Those doing the investigating on Putin's behalf are often corrupt themselves, and they will be caught out by other corrupt people and so on, which has turned Putin's inner circle into an Ouroboros of degradation and failure. Nothing that Putin can do will make this better. This is what he built Russia and especially the FSB to be. I don't think you'd want to be anywhere near Putin when you brought bad news, Steele says during his appearance on the Trump Report.
And of course, what that means is the distortion of information going up to leadership is quite significant and will have an impact. I would argue on both the politics and foreign policy of Russia, but also warfighting and the economy. Putin lives in a bubble. He doesn't want the bad news. He doesn't want to have to actually pay attention to what is happening in the corrupt systems he built, as long as those systems are doing their jobs. But while the cat's away, the mice will play. And those mice have burrowed so many holes into Russia's house that the collapse of Putin's Ukraine war is inevitable. As his inner circle sabotages his every move, Putin also has to deal with everyday people inside the occupied territories of Ukraine who are resisting Russia's every move. These are the people that the FSB told Putin would welcome Russia with open arms. But they're using violent and non-violent means to resist, as you'll discover if you watch our video. And if you enjoyed this video, be sure to subscribe to The Military Show for more investigations into the failure of the system that Putin has built around himself.